რა ტიპის პროცესი შეიძლება აღმოჩნდეთ ამის შემდეგ. Როგორია ამ ყველაფრის გათვალისწინებით კიდევ ერთხელ კანონის მნიშვნელობა და საჭიროება და როგორია ის კონტექსტი, რომელ კონტექსტშიც, რომელ გლობალურსა და ლოკალურ კონტექსტშიც მიღებული იქნა კანონის სამი მოსმენით და რა შეიძლება იყოს მართველი გუნდის შემდგომი გადაწყვეტილებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველაფერ ამაზე დღეს ჩვენ პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბატონ ირაკლი კობახიძესთან ერთად ვისაუბრებთ. საღამოშიდობის ბატონ ირაკლი. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და მადლობა რომ ასე ვთქვათ გვმასპინძლობთ კიდევაც ახლა დღეს ჩვენს გადაცემას მასპინძლობთ თქვენთან ოფისში გვაქვს ეს შესაძლებლობა მიუხედავად იმისა რომ დღეს საკმაოდ რთული დღე გამოვიდა სანდებოდით ირანში დაკრძალვაზე ირანის პრეზიდენტის და ამის მიუხედავად მოახერხეთ რომ ეს გადაცემა მაინც შემდგარიყო და შეთანხმება ძალაში დარჩენილიყო და ამისთვის მადლობას გეუბნებით. პირველ რიგში ალბათ უნდა ვისაუბროთ იმაზე რომ ეს კონტექსტი რომელშიც ახლა ჩვენ აღმოჩნდით როდესაც დიალოგი და ასე ვთქვათ კომპრომისი თითქმის მართლაც ნოლამდეა დასული ხო ვენეციის კომისიამაც არ დატოვა შესაძლებლობა იმისა რომ კანონის გადახედვაზე ვისაუბროთ თითქოს ასეთია ეს დასკვნა თქვენს ასე კითხულობთ მოგესალმებით პირველ რიგში მესალმებით ტელემაყურებელს მადლობა თქვენ ინტერესისთვის სამწუხაროდ ისე გამვითარდა პროცესები მთლიან პერიოდის განმავლობაში არა მარტო ბოლო მომენტში რაც საქმე ეხებოდა უკვე ვეტოს პროცედურას მთელი ამ ორი თვის განმავლობაში პროცესები ისე წარიმართა რომ საერთოდ არ გაიხსნა სივრცე დისკუსიისთვის ჩვენ მუდმივად მithოდით დისკუსიას კანონ პროექტთან დაკავშირებით თქვენ გახსოვთ იყო არაერთი შეთავაზება მათ შორის პირდაპირ ეთერში დისკუსიებთან დაკავშირებით ელჩებს შევთავაზე პირადად მე ერთად ნავსხდარიყავით და საზოგადოების წინაშე გვესაუბრა ამ კანონ პროექტის შინაარსთან დაკავშირებით იყო სხვა შეთავაზებებიც ბოლო მომენტში იყო შეთავაზება ახალგაზრდების მიმართ აქაც იყო სერიოზული ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ბულინგი ახალგაზრდების მიმართ რა პირობებშიც ვერავინ გარისგა პირდაპირ ეთერში დასწომა ამ კანონ პროექტთან დაკავშირებით სასაუბროდ პარლამენტში ასევე გახსოვთ როგორ წარიმართა ეს პროცესი არავითარი სივრცე არ დატოვეს რეალურად ჯანსაღი დისკუსიისთვის ხო პირველივე დღიდან კანონის გარშემო წარიმართა აბსოლუტურად ირაციონალური კამპანია ყოველგვარი სიღრმისეული განხილვის გარეშე საიდანაც ძალიან მარტივად ჩანს ერთი რამ რაც წამოწდა ერთ-ერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოს რომელსაც პირდაპირ თქვა რომ ჩვენ შინაარსში არ უნდა შევიდეთ გამომდინარე იქიდან რომ შინაარსი არის მათი ველიო ეს პირდაპირ თქვა ერთ-ერთი ოპოზიციონერის მხრიდან რატომ შეიძლება იყოს შენიველი შინაარსი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში შენიველი თუ შინაარსობრივად ხართ და რეალურად აქ ზუსტად ასეთი ვითარება იყო შინაარსობრივად ჩვენ ვართ აბსოლუტურად წელში გამართული არის ჯანსაღი კანონ პროექტი რომელიც განიხილებოდა პარლამენტში რომელიც მიიღო უკვე სამი მოსმენით პარლამენტმა და აქცია კანონად ასეთ ვითარებაში უბრალოდ არ აწყობდა ჩვენს ოპონენტებს ჯანსაღი და ღია გახსნილი დისკუსია როცა ამას აკეთებს პოლიტიკური ოპოზიცია ქვეყნის შიგნით ეს კიდევ გასაგებია მაგრამ როცა იგივეს აკეთებენ უცხოელი პოლიტიკოსები დიპლომატები მით უმეტეს ეს არის რა თქმა უნდა აბსოლუტურად გაუგებარი როცა ამას აკეთებენ NGO-ები რომლებიც ფორმალურად მაინც საკუთარ თავს აცხადებენ ასე ვთქვათ ისეთ სუბიექტებად რომლებიც რაღაცა სწორედ დისკუსიას უნდა ახალისებდნენ საზოგადოებაში ესეც აბსოლუტურად გაუგებარია რეალურად აშკარად იკვეთებოდა პოლიტიკური ინტერესი მასთან დაკავშირებით რომ არ გამხდარიყო გამჭრვალე NGO-ების საქმიანობა ყველას კარგად გვესმის რომ NGO-ები არის ზოგადად პოლიტიკური ინსტრუმენტი NGO-ები არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება სწორედ პოლიტიკური ინტერესების და მიზნების რეალიზებისათვის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სადაც საქმე გვაქვს ჩვენ პოლიტიკასთან, იქ გამჭრვალობა არასდროს არავის უხარია, საკუთარი ფინანსების გამჭრვალობა. შესაბამისად გასაგებია სუბიექტური ინტერესი, მაგრამ როცა საბოლოო ჯამში შეგანითხავენ გამჭრვალობას, არ შეიძლება ასეთი უხეში ფორმით იბრძოდა გამჭრვალობის წინააღმდეგ. ეს არის უბრალოდ გაუგებარი და მიუღებელი. ეს ყველაფერი არის ახსნა იმისა, თუ რატომ ჩაგედეს დისკუსია და ბოლო მომენტში, მათ შორის სალომე ზურაბიშვილს რატომ ჩააგებინეს დისკუსია, როცა ჩვენ ყველას შევთავაზეთ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა ასეთი ჯანსაღი დისკუსიისთვის. აქაც უხეშად ჩააგებინეს სალომე ზურაბიშვილის დისკუსია და ვეტო დაადებინეს
ყოველგვარი, ასე ვთქვათ, განხილვის გარეშე. თქვენთვის ეს მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ ნახეთ, წინა წელს, როდესაც კანონის ინიცირება მოხდა, მაშინაც საკმაოდ ისეთი კვეთრი რეაგირება მოყვა ამას ყველაფერს, როგორც შიგნით ისე ქვეყნის გარეთაც, ხო? და თითქოს როდესაც ხელახლა ინიცირება მოხდა კანონთან დაკავშირებით, მართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ პირველ დღეებში ყოველ შემთხვევაში იყო ესეთი განცდა, რომ თითქოს დასავლური რეაქცია არ თუ ისე მკაცრი იყო და აღარ გამოიყენებოდა მომენტად ის თქვათ შეფასება, რომელიც შიდა პოლიტიკურ ველზე იყო რუსულ კანონთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მოცემულობა საკმაოდ მალე შეიცვალა. ანუ თქვენ ამას არ ელოდით, როდესაც ამ კანონის ხელახლა ინიცირება დაიწყეთ, რომ რეაქცია ასეთი იქნებოდა, როგორც შიგნით ისე გარეთ? ჩვენ ყველა სცენარი ქონდა რეალურად გათვლილი. ანუ ის უკაცრავად ის რაც ხდება ახლა ეს გათვლილი ქონდა, ეს წარმოდგენილი. ეს სცენარიც იყო აბსოლუტურად გათვლადი და ერთ-ერთი ვერსია რაც განვიხილეთ, რა შეიძლება ყოფილიყო გაგრძელება პროცესის, იყო სწორედ ეს. მათ შორის ეს აქციები, რომლებიც გაიმართა, არაჯანსაღი რეაქციები, მათ შორის უცხოელების მხრიდან, ბრძოლა გამჭვირვალობის წინააღმდეგ, ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. ჩვენ ერთადერთი, საბოლოო ჯამში ხდება ლუსტრაცია. როდესაც იბრძვი გამჭვირვალობის წინააღმდეგ, გამოდის რომ კიდევ გაქვს განზრახული ის, რასაც აკეთებდი წინა წლების განმავლობაში. გამჭვირვალობა იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელმაც კონკრეტულ სუბიექტებს შეაძლებინა ორჯერ ეცადათ რევოლუციის მოწყობა ამ ქვეყანაში. თუმცა ამის შემდეგაც იბრძვი გამჭვირვალობის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, რჩება ლოგიკური აღქმა და შეგვიძლია გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა, რომ ვიღაცებს უნდათ კიდევ ერთხელ სცადონ რევოლუციების მოწყობა ამ ქვეყანაში. რაც უბრალოდ არასწორია, ეს არ არის სწორი მიდგომა ჩვენი საზოგადოების, ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს მიმართ. არ შეიძლება ყოველწლიურად ქვეყანა ცხოვრობდეს მუდმივ რეჟიმში, ამ გაუთავებელი ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის რეჟიმში. მე კიდევ ერთხელ გავიხსენებ 2016 წლის არჩევნები გახსოვთ 17 იყო ერთადერთი შედარებით 7 წელი 2018 წლის არჩევნები გახსოვთ 2019 წლის მოვლენები ორჯერ სხვადასხვა დროს, როცა ასე ვთქვათ გაღვივდა ხეშად პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში. მე 2020 წლის არჩევნები 21 წლის მოვლენები 22 წელი, როცა არ მოგვანიჭეს უსამართლოდ კანდიდატის სტატუსი და ამის საფუძველზე ცადეს რევოლუციის მოწყობა. მე ეს გაგრძელდა 2023 წელს. ანუ ყოველწლიურად გვაქვს ჩვენ მუდმივი, ასე ვთქვათ, ხელოვნურად შექმნილი турბულენტობა და არ დაასვენეს უბრალოდ ეს ქვეყანა. ამ ვითარებაში ჩვენ ვერ ვხედავთ უბრალოდ სხვა გზას. იმისათვის რომ ეს ქვეყანა დავამშვიდოთ, არ შეიძლება ყოველ წელს ეს ქვეყანა ცხოვრობდეს ასეთ რეჟიმში, ხო, მუდმივი ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის რეჟიმში, რომელიც თლიანად ხელოვნურად არის გარედან თავს მოხვეული. ეს რადიკალური ოპოზიციაც არის თლიანად ხელოვნურად გარედან თავს მოხვეული. ეს რადიკალური NGO-ებიც, რადიკალური ტელევიზიები, ყველაფერი ის უმსგავსობა, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე ხელისუფლების სახით, იყო გარედან თავს მოხვეული და რაც ხდება უკვე ოპოზიციის რიგებიდან ამ სუბიექტების შესრულებით, ისევ და ისევ იგივე სუბიექტები, იგივე პოლიტიკოსები, იგივე NGO-ები, იგივე მედია საშუალებები, ესეც არის თლიანად გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული. იმისათვის რომ ეს დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობა ამ ქვეყანაში. NGO-ების გამჭვირვალობას ნიშნავს პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობას. და როგორ ფიქრობთ, პროცესი, რომელიც დაიწყო ამ კანონის ინიცირებით, ასე ვთქვათ, ფართომასშტაბიანი აქციები იქნება ეს თუ გარედან, ასე ვთქვათ, განცხადებები და შიგნით ეს ოპოზიციური ფლანგის რაღაც თვალსაზრისით კონსოლიდაცია. მიუხედავად იმისა, რომ აი ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შიგნით თითქოს რაღაცა ერთ გეგმაზე ვერ თანხმდებიან, მაგრამ ამის მიუხედავად რაღაცა ერთ კონკრეტულ დღის წესრიგზე, ძირითად დღის წესრიგზე შეთანხმებულები არიან. ანუ მოხდა ოპოზიციის კონსოლიდაცია რაღაცა თვალსაზრისით, მოხდა NGO-ების, ასე ვთქვათ, აფილირება პოლიტიკურ პროცესთან და პოლიტიკურ პროცესში შესვლა, საზოგადოების საკმაოდ, ასე ვთქვათ, დიდი ნაწილის გამიჯვნა, ესე და ერთ მხარეს გადასვლა. ანუ თითქოს პოლარიზაცია უფრო გაღრმავდა ამ პროცესით და არა ვთქვათ შემცირდა. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მე ამ ყველაფერს დავარქმევდი ლუსტრაციას. ანუ სინამდვილეში ეს არის არა კონსოლიდაციის პროცესი, არამედ უბრალოდ ლუსტრაციის პროცესი. თქვენ გახსოვთ, ჩვენ ამტკიცებდით, რომ ეს ადამიანები ყველა ერთად ეს სუბიექტები არიან ერთი პოლიტიკური ძალა და მას უწოდებდით კიდეც ერთ სახელს. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა.
იქ იყო გარკვეული რაღაცა ილუზიის შექმნის მცდელობა მათი მხრიდან გასული წლების განმავლობაში. ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე, რაც აქვს ამ პროცესს დაკავშირებული ამ პროექტის ინიციირებასთან, არის ის, რომ სინამდვილეში ყველა ერთ ქვაბში ჩაიყარა. უпроსოდ ისედაც ერთ ქვაბში იყო მოთავსებული აბსოლუტურად ყველა, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთი დიდი ქვაბი. აქ შედიან ყველა ეს რადიკალური ოპოზიციური პარტია, აქ შედის ყველა ეს რადიკალური NGO, მათი რადიკალური მედია საშუალებები. სინამდვილეში ისინი ისედაც იყვნენ ერთ ქვაბში, მაგრამ საზოგადოებამ დაინახა უკვე თვალსაჩინოდ, რომ ეს არის ერთი ქვაბი, ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა, რასაც ქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომლის ერთ-ერთი არა ამოცანა, არამედ დავალება არის ის, რომ ხელოვნურად შეინარჩუნონ ეს ეგრეთ წოდებული პოლარიზაცია, რაც სინამდვილეში არის რადიკალიზმი. ამ ქვეყანაში მათი ერთ-ერთი დავალება მუდმივი რადიკალიზმის ქვეშ აცხოვრონ ეს ქვეყანა, მუდმივად სადონ რევოლუციების მოწყობა და სადონ საბოლოო ჯამში ის, რომ დაიბრუნონ ძალაუფლება გარე დახმარებით. ამის წინააღმდეგ არის მიმართული სწორედ ის კანონი, რომელიც დაინიცირდა, რომელიც მივიღეთ და ამიტომ ვფიქრობ ჩვენ, რომ ამ კანონის მიღებას ალტერნატივა არ აქვს. შესაბამისად, რაც ერთის შეხედვით მოჩანს როგორც კონსოლიდაცია, სინამდვილეში არის ლუსტრაცია. ისინი ისედაც იყვნენ ერთ ქვაბში, უბრალოდ საზოგადოებამ უკეთ დაინახა ეს ყველაფერი ამ პროცესების საფუძველზე. მათ ერთად გამოაჩინეს ის, რომ სინამდვილეში არიან ერთი გარედან მართული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები. კი ბატონო, თქვენთვის ასე უფრო ასე ვთქვათ, კომფორტულია ერთ ძალასთან დაპირისპირება, ანუ ეს დიქოტომია, რომელიც არსებობს ქვეყანაში უკვე დიდი ხანია, ხო, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის დაპირისპირებას გულისხმობ ამ შემთხვევაში, ქმნის თუ არა იმ რაღაც გარკვეულ კომფორტს, რომ არსებობს ესე ვთქვათ, ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მუდმივად შეიძლება შევახსენოთ მისი წარსული და თუ ვთქვათ პოლიტიკურ ასპარეზზე მოთამაშე სუბიექტები, ასე ვთქვათ, თუნდაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ და ვინც ის იყოს გარედან ადამიანები, რომელიც ვთქვათ, მართველი პარტიის წინააღმდეგ აკეთებს განცხადებებს, ყველა ერთ სივრცეში მოიაზრებოდეს. ეს გიქმნით გარკვეულ კომფორტს. აქ რეალურად კომფორტზე ნაკლებად შეიძლება იყოს საუბარი, აქ თავარია რა არის რეალობა. ანუ მე იმის გაგება მინდა ქართული ოცნებისთვის ეს დიქოტომია მისაღებია თუ არა და რეალურად უნდა თუ არა დაძლევა ამ დიქოტომიას. ეს მოცემულობა რაც ჩვენ გვაქვს არის აბსოლუტურად მიუღებელი. სინამდვილეში ჩვენ გვაქვს ორი ძალა ქართულ პოლიტიკაში, ერთი ეს არის მართველი გუნდი, ქართული ოცნება და მეორე არის ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა, რასაც ჩვენ უწოდებთ კოლექტიურ ნაცმოძრაობას. და მათ კოლექტიურობას განაპირობებს ერთი მთავარი ფაქტორი, პრინციპში ერთადერთი ფაქტორი, ეს არის ის, რომ ისინი მთლიანად არიან ერთი ხელიდან მართული. ეს არის მთავარი განმაპირობებელი, რა თქმა უნდა, იქ არის შიდა ინტერესები, ამბიციები, სუბიექტური, ასე ვთქვათ, მომენტები, მაგრამ მთავარი არის ის, რომ საბოლოო ჯამში ისინი ყველა არიან ერთი ხელიდან მართული. და აქ იმაზე არ არის საუბარი ჩვენ რა გვირჩევნია, როგორ გვირჩევნია მოვლენების წარმოჩენა, მთავარია ხალხს გავაგებინოთ რა არის სიმართლე, სად არის სინამდვილე, როგორია ეს სინამდვილე და ამის ჩვენება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ანუ იმის ჩვენება, რომ სინამდვილეში ისინი არიან ერთი პოლიტიკური ძალა, რა თქმა უნდა, ამის ჩვენება არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხალხი თუ გაიგებს სიმართლეს, უფრო მეტად იქნება ბუნებრივია დაცული. თუ არ ეცოდინება ბოლომდე ეს სიმართლე, ამ შემთხვევაში იქნება შედარებით დაუცველი. ჩვენ ზოგადად რთული პროცესების გავლა გვიწევს, მათ შორის ქართულ საზოგადოებას, საბედნიეროდ ძალიან გამოცდილია ჩვენი საზოგადოება და საბოლოო ჯამში საზოგადოების უმრავლესობა ახერხებს სწორად მოვლენების გააზრებას და სწორად რეაგირებას, თუმცა რისკები მუდმივად არსებობს, ბუნებრივია, გამომდინარე იქიდან, რომ არის ასე ვთქვათ სირთულეები ამ პროცესში. ამიტომ ჩვენთვის ერთადერთი რამ არის პრინციპული და მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს აღჭურვილი ობიექტური ინფორმაციით მოვლენებთან დაკავშირებით. ზოგადად ეს მოცემულობა არის აბსოლუტურად მიუღებელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის ხელოვნურად შექმნილი ერთი პოლუსი, რომელიც მუდმივად ცდილობს ძალაუფლების დაბრუნებას და საბოლოო ჯამში მუდმივი რისკის ქვეშ ამყოფებს ბუნებრივია ეს მოცემულობა ქვეყანას. ამიტომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია. სწორი მოცემულობა არის, როდესაც ქვეყანაში არის რამდენიმე ჯანსაღი ძლიერი პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ძალა, რომელიც არის დამოუკიდებელი, რომელიც არ არის მართული გარედან კონკრეტული ინტერესებით. ეს მოცემულობა სამწუხაროდ არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ორი ძალა დღეს პოლიტიკურ სისტემაში, ქართული ოცნება და კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელსაც ნულოვანი დამოუკიდებლობა აქვს. ის საერთოდ არ არის თავარია, საერთოდ არ არის ეს პოლიტიკური ძალა
დამოკიდებული ქართველი ხალხის დებაზე. ორიენტირებულიც არ არის ამაზე. თქვენ თუ დააკვირდებით მათ ასე ვთქვათ ქმედებებს. ყოველ ჯერზე ისინი თითს იშვერენ არა ქართული ხალხისკენ და ქართული ხალხის პოზიციისკენ, არამედ მუდმივად თითს იშვერენ ვიღაცა კონკრეტული სენატორი თუ ევროპარლამენტარი რას ითქვის. ანუ თლიანად დამოკიდებული არიან გარე ძალებზე და საერთოდ არ აინტერესებთ სინამდვილეში ხალხი რას ფიქრობს პროცესებთან დაკავშირებით. რეალურად ქართული საზოგადოებაც გარკვეული თვალსაზრისით პრაქტიკა ჩამოყალიბდა ესეთი კარგია თუ ცუდია ამის შეფასებაში მე არ შევალ. ქართული საზოგადოებაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე რას იტყვიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ხო ჩვენ მივეჩვიეთ ამ პროცესს რომ მაგალითად ნებისმიერ კანონს გავაგზავნით ვენეციის კომისიაში რომელთა ახლა უბრალოდ აქტუალური და იმიტომ ახსენებ და იქიდან უნდა მივიღოთ რაღაც გარკვეული დასკვნა და შეფასებები ეს კანონი სწორია თუ არ არის სწორი. ჩვენ მივეჩვიეთ იმას რომ რაღაცა საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა შეაფასოს ჩვენ არჩევნები კარგად ჩავატარეთ თუ ვერ ჩავატარეთ. ხელისუფლების ესა თუ ის გადაწყვეტილება სწორი იყო თუ არ იყო სწორი, ხო? ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია და მეტიც რეალურად თუ დავაკვირდებით ისევ და ისევ მაგალითად თუ სოციალურ კვლევებს დავენდობით და ასე შემდეგ ქუჩაში გამოსული ადამიანების უმრავლესობა გამოვიდა არა იმიტომ რომ არასამთავრობოების მიმართ აქვს განსაკუთრებული ნდობა და მათი მიმართ ხარდაჭერა ან და ოპოზიციური ჯგუფების მიმართ, არამედ იმიტომ რომ დასავლელმა პარტნიორებმა თქვეს პროცესის ასე ვთქვათ გაუსვეს ხაზი პროცესის დამაზიანებელ ხასიათს ევროინტეგრაციასთან მიმართებაში, ხო? ეს ალბათ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი მომენტი საზოგადოების ქუჩაში გამოსვლის, ხო? ეხლა ნამდვილად ასეა, თუმცა ამ კუთხითაც თვისებრივად გაჯანსაღდა ვითარება. ჩვენ კვლევის შედეგების გავაცანით საზოგადოებას, როცა იკითხებოდნენ სოციოლოგიურ კვლევაში ზოგადად გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, 80%-ზე მეტი აცხადებდა, რომ ემხრობოდა NGO-ების გამჭვირვალობის იდეას. იმ იდეას, რომ NGO-ებს უნდა გამოექვეყნებინათ საკუთარი ფინანსების შესახებ ინფორმაცია, თუმცა როგორც კითხვაში შემოდიოდა უცხოური ჩარევის ელემენტი, ანუ დაუჭერდნენ თუ არა ისინი მხარს იგივე კანონს თუ უცხოელები იტყოდნენ რომ არ ვარგა, ამ შემთხვევაში ჩამოდიოდა მაჩვენებელი 61%-მდე. დაახლოებით 20%-იანი კლება დაფიქსირდა, თუმცა ეს არის 20%. ანუ მაინც მაღალი მაჩვენებელია. წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი კანონზეა საუბარი, თუ უცხოელები არაფერს ამბობენ მოწონს 80%-ზე მეც, მაგრამ თუ უცხოელებს არ მოწონს, ჩამოდის უკვე 61%-მდე, ანუ დაახლოებით 20%-ით შემცირდა მაჩვენებელი. ანუ ეს დამოკიდებულება კიდევ არსებობს, მაგრამ აქაც თვისებრივად გაჯანსაღებულია ვითარება, იმიტომ რომ მხოლოდ 61%-მდე ჩამოვიდა ეს მაჩვენებელი. ჩვენ რო გავიხსენოთ წინა პერიოდი 3 წლის წინანდელი 4 წლის წინანდელი ეს კლება იქნებოდა ბევრად უფრო დიდი. ერთი ევროპარლამენტარი რაღაცა სუც რო იტყოდა, ამაზეც კი იყო სერიოზული მხელვარება საზოგადოებაში. დღეს ისე იღებენ უსამართლო ევროპარლამენტის რეზოლუციებს, რომ საერთოდ არავითარი რეაქცია აღარ აქვს საზოგადოებას. მოსამართლეებზე დააწესეს სანქციები და იყო პრაქტიკულად ნულოვანი რეაქცია ამასთან დაკავშირებით. ამ კუთხითაც არის განჯანსაღებული ვითარება. საზოგადოება პირველ რიგში უკვე უყურებს, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა პირველ რიგში უყურებს ჯერ სად არის სიმართლე და მე რეაქციებს ყურადღებას იმას თუ ვინ რას ამბობს ამ სიმართლესთან დაკავშირებით. იგივე ეხება ვენეციის კომისიას. მე წავიკითხე ეს დოკუმენტი, რაც ახლა გამოიგზავნა და როგორც იურისტმა შემეძლია თქვა, რომ ვენეციის კომისიას საერთოდ აქვს პროფესიულ ღირსებაზე მთლიანად უარი ნათქვამი. უბრალოდ უხერხულობას გრძნობდი როგორც იურისტი, როდესაც კითხულობდი ამ დოკუმენტს, იმდენად უსუსური იყო ის, ასე ვთქვათ, სახე, რომელიც აჩვენა ვენეციის კომისიამ ამ დოკუმენტის სახით. არაფერი აქვს სათქმელი და უბრალოდ არის სავსე აბსურდული ჩანაწერებით და ტყუილებით, მათ შორის უამრავი სიცრუე გვხვდებათ თქვენ ვენეციის კომისიის დოკუმენტში და ამ სიცრუესთან ერთად არის სრულიად აბსურდული სამართლებრივი მსჯელობა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, მაგრამ საზოგადოება უყურებს საბოლოო ჯამში არა იმას, თუ რა თქვა ვენეციის კომისიამ, არამედ უყურებს იმას, თუ სად არის სიმართლე და ეს არის ერთ-ერთი სერიოზული მიღწევა, რაც ჩვენ გვაქვს ამ 2-3 წლის განმავლობაში და ამიტომ ამბობთ ხოლმე ჩვენ მათ შორის ხშირად, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული როგორც არასდროს. თამაში მათ შორის იგულისხმება ის, რომ საზოგადოება უფრო მეტად აფასებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ანუ დამოუკიდებლობის ფასი უფრო მეტად აქვს გააზრებული ქართულ საზოგადოებას დღეს, ვიდრე ქონდა თუნდაც 3-4 წლის წინ.
კი ბატონო, სუვერენიტეტის თემა მონიშნული მოგვცა ცოტა მოგვიანებით კიდევ ერთხელ შევეხოთ თქვენის ნებართვით, მაგრამ აქ მინდა ისევ კიდევ ერთხელ ვენეციის კომისიის დასკვნას შევეხით, პრეზიდენტის ვეტო გვაქვს. ტექსტები ან წანამ, ასე ვთქვათ, წანამძღვრება, რომელიც უძღვის წინ პრეზიდენტის ვეტოს მაგალითად და ვენეციის კომისიის სულისკვეთება თითქოს მსგავსია ერთმანეთთან მიმართებაში, იმიტომ რომ ორივე გარკვეული თვალსაზრისით რაღაცა მინიშნებებს აკეთებენ რა არ მოსწონთ კანონთან მიმართებაში, ხო? მაგალითად ეს არის თავისთავად დასათაურება, მაგალითად უცხოური ინტერესების გამტარებელი საკითხი, ხო? ანუ ორგანიზაციების დასათაურება ამგვარი ფორმით და გულისხმობს ორივე მოიაზრებს, რომ აქ რაღაც სტიგმატიზების საკითხი შემოდის და ვენეციის კომისია უფრო მეტზეც საუბრობს, ხო? რომ მაგალითად ეს სტიგმატიზება შეიძლება გამოიწვიოს დაფინანსების კლევა ორგანიზაციებისთვის და საბოლოო ჯამში მათი ფუნქციონირების შეჩერება, ხო? ასევე პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების საკითხი შემოაქვს როგორც ერთ ისე მეორეს, ასე ვთქვათ, ხო? იუსტიციის სამინისტროს გაზრდილი, ასე ვთქვათ, და რაღაცა თითქოს კონკრეტიკას მოითხოვს ვენეციის კომისია იუსტიციის სამინისტროს ფუნქციებთან დაკავშირებით, ხო? და ასე შემდეგ, რაღაც რამდენიმე ელემენტია, რომელიც თითქოს გარკვეული მითითება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რა არის კანონში მათთვის მიუღებელი. ფიქრობთ, რომ ეს ამას აქვს თავისი ლეგიტიმური ადგილი ამ ყველაფერს ამის არსებობას. ერთხელ გამიმერებს სამართლებრივად და ყველანაირი კუთხით არის აბსოლუტურად უსუსური არგუმენტაცია, რასაც ხედავთ ვენეციის კომისიის დასკვნაში. უბრალოდ არგუმენტაცია საერთოდ არც არის წარმოდგენილი. ერთი მარტივი მაგალითი რო გითხრათ, იგივე რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს ფუნქციებს, ხო, და მის, ასე ვთქვათ, უფლებებს მონიტორინგის კუთხით, მაგალითად პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებით შესაბამის სახელმწიფო უწყებას ამ შემთხვევაში ანტიკორუფციულ სამსახურს აქვს ბევრად უფრო ფართო შესაძლებლობები და 1997 წლიდან დღემდე არასდროს არ გამხდარა ეს ყველაფერი არც პრობლემის შექმნის საგანი და არც მით უმეტეს არანაირი განხილვის საგანი. 97 წლიდან ანუ პრობლემები არ შექმნილა. რაც შეეხება იმ ბერგეტებს, რომელიც მაგალითად აქვს იუსტიციის სამინისტროს მინიჭებული, ეს არის მინიმალური ბერგეტი, რომლითაც სახელმწიფო შეუძლია უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭირვალება. მინიმალური ბერგეტები. აქ 1000 აბსურდზე იყო საუბარი, რომ თითქოს ინტიმურ ცხოვრებას შეიძლება შეიჭრას იუსტიციის სამინისტრო და ასე შემდეგ, ხო? ეს იმდენად არც ვიცი ღიმილის მონგრელის მიღმა არის ასეთი განცხადებები. აქაც აი ზუსტად იგივე ბერგეტები მეტი აქვს მაგალითად მინიჭებული ანტიკორუფციულ ბიუროს იგივე პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებით და არასდროს არ შეჭრილა არავინ სხვა პირთა ინტიმურ ცხოვრებაში. ნუ სრული აბსურდი. აი სასაცილოც კი არ არის ეს ყველაფერი, რასაც ამბობდნენ კონკრეტული NGO-შნიკები საქართველოში. კაი, გასაგებია, მათ აქვს სუბიექტური ინტერესი, მაგრამ იგივეს რო კითხულობ ვენეციის კომისიის დასკვნაში, ნუ ეს უბრალოდ მართლა ყველანაირ ზღვარს სცილდება, ხო? ეს ნიშნავს პირდაპირ პროფესიული ეთიკაზე, პროფესიულ ღირსებაზე უარის თქმას, რაც პირდაპირ იკითხება ვენეციის კომისიის დოკუმენტში. კი ბატონო, თუმცა აი რო ახსენეთ მომენტ პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებით, ხო, იგივე ინფორმაციის მოპოვების საშუალება, მაგრამ თითქოს აქ თავად პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ თავად ეს ინფორმაცია, რასაც მოიპოვებს, ასე ვთქვათ, იუსტიციის სამინისტრო, ყველაფერი უნდა გასაჯაროვდეს, ხო? ანუ იმ რეესტრში ეს ყველაფერი უნდა იყოს ატვირთული. ერთადერთი რაც უნდა გასაჯაროვდეს, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია, შემოსავლები და ხარჯები. მეტი არაფერი. რასაც პოლიტიკური პარტიები აკეთებენ. და არასდროს ეს არ გამხდარა არც პარტიების საქმიანობის შეფერხების მიზეზი, არც მათი მით უმეტეს დახურვის მიზეზი და ეს შემდეგ. ანუ ასეთი ტიპის აბსურდულ საკითხებზე გვიწევს ჩვენ შეხვედრა. დღემდე წლების განმავლობაში პარტიები აქვეყნებენ თლიანად, დეტალურად, ბევრად უფრო დეტალურად ვიდრე მოეთხოვებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქვეყნებენ საკუთარ შემოსავლებს და გასავლებს და არასდროს პოლიტიკურ პარტიებს დღის წესრიგში არ დამდგარა, თქვენ გახსოვთ ეს საკითხი, არასდროს პარტიების საქმიანობის შეფერხების თემა არ დამდგარა დღის წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ
ბევრად უფრო გამჭვირვალეა პარტიების საქმიანობა დღემდე, ვიდრე ამას ითვალისწინებს ახალი ამ ნაწილში ვენეციის კომისია საუბრობს იმაზე, რომ პარტიები უშუალოდ გავლენას ახდენენ პოლიტიკურ პროცესზე, ესე ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით. მე რას ვამბობ, ნახეთ, ისინი ამტკიცებენ, რომ ამ ყველაფერმა გამჭვირვალობამ შეიძლება დაბრკოლება შეუქმნას ორგანიზაციის საქმიანობას და პარტიებს თუ არ უქმნიდა აქამდე ინჯებს რატო შეუქმნეს? მოდი წარმოვიდგინოთ ესეთი მოცემულობა, რაზეც ყოველ შემთხვევაში ესე პირდაპირ არავის უსაუბრია, თუმცა იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც გაკეთებულა აქამდე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ეს მოცემულობა შეიძლება რომ წარმოვიდგინოთ მაინც არ თუ არა რეალისტეს, ყოველ შემთხვევაში წარმოდგენა შეგვიძლია. გულისხმობ ასეთ რამეს, რომ უამრავი მათგანი აცხადებს, რომ ის არ დარეგისტრირდება ამ წესის მიხედვით და ურჩევნია გაუქმდეს, ვიდრე თქვა დარეგისტრირდეს იმ სახელწოდების ქვეშ, რასაც ქვია უცხოური ინტერესების გამტარებელი, ხო? თუ წარმოვიდგენთ, როდის შეიძლება კანონი შევიდეს ძალაში და ამოქმედდეს პირველი მოთხოვნა, ეს არის დაახლოებით ივლისის ბოლო, აგვისტოს დასაწყისი, ხო? როდესაც პირველი მოთხოვნა დადგება არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე და სექტემბრის დასაწყისამდე მათ ვალდებულება გაუჩნდებათ დარეგისტრირდნენ ამ თქვათ რეესტრში. და უკვე სექტემბრის დასაწყისი ეს არის პერიოდი, როდესაც წესით დაურეგისტრირებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედია კომპანიებს მოუწევთ პირველი ჯარიმის დაკისრებას. ერთი თვის შემდეგ, ანუ ოქტომბრის დასაწყისში მეორადი ჯარიმის დაკისრება 20,000-ის სახით და რეალურად ალბათ სადღაც არჩევნების წინ, არჩევნებთან ახლოს შეიძლება დადგეს რამდენიმე ათეული, თუ არა მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიკვიდაციის საკითხი, ხო? ადმინისტრაციული წესით გადაუხდელობის შემთხვევაში, ისევე როგორც მედია საშუალების. ანუ არჩევნების პროცესთან მიმართებაში ამგვარი სურათი, რომ მართლაც წარმოიქმნას, რომ მართლაც გადაწყვიტონ უმეტესმა ნაწილმა არასამთავრობოებისა უარი თქვან რეგისტრაციაზე და აი ამ პროცესში აღმოჩნდეთ. როგორ ფიქრობთ ეს აი მოცემულობას, რომელსაც მართლა ჩვენს წინაშე აყენებენ, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, რა მოცემულობას დახატავს ეს ყველაფერი? პირველ რიგში NGO-ს ლიკვიდაციის საკითხი არც ერთ შემთხვევაში არ დგება დღეს ეს რიგში, ერთადერთი რაც არის გათვალისწინებული, ეს არის ჯარიმა სანქციის სახით, მეტი არავითარი სანქცია გათვალისწინებული არ არის. ორი სცენარი შეგვიძლია საბოლოო გადაუხდელობას სადამდე ლიკვიდაციას არ იწევს. ლიკვიდაცია უბრალოდ შეიძლება დაგემატოს ეს ჯარიმები დროთა განმავლობაში, მაგრამ ლიკვიდაციას არც ერთ შემთხვევაში არ იწევს ჯარიმის გადაუხდელობა. წარმოვიდგინოთ ორი სცენარი. ერთი, როცა NGO-ები მოქმედებენ კეთილსინდისიერად და როცა მოქმედებენ არაკეთილსინდისიერად, ანუ არ აქვეყნებენ ინფორმაციას საზოგადოებისთვის. პირველი ვარიანტი ეს, როცა კეთილსინდისიერად მოქმედებენ. წარმოვიდგინოთ ამ შემთხვევაში ერთადერთი შედეგი, რასაც იძლევა ეს კანონი, პრაქტიკული შედეგი, ხო პრაქტიკაში ხონდა წარმოვიდგინოთ რა ხდება ამ კანონის ამოქმედების შემდეგ. ერთადერთი შედეგი არის ის, რომ იქნება ერთი ვებგვერდი. დამთავრებულია. არის ერთი ვებგვერდი, სადაც არის მოცემული რეესტრი, ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, ვინ რამდენი შემოსავალი მიიღო და რაში დახარჯა ეს თანხები. ნუ ერთი ვებგვერდი. წარმოვიდგინეთ პრაქტიკული თვალსაზრისით, თუ NGO-ები დაიწყებენ კეთილსინდისიერად მოქმედებას, შედეგი ამ კანონის არის ერთადერთი ვებგვერდი, სადაც შეუძლია საქართველოს მოქალაქე შევიდეს, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შევიდეს და ნახოს ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, თუ ვინ დგას ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის უკან. ეს არის ერთადერთი პრაქტიკული შედეგი. როგორ შეიძლება ამან გამოიწვიოს რაიმე, ასე ვთქვათ, ესეთი დრამატული პრობლემები დავუშვათ იგივე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის კუთხით. ერთადერთი ვებგვერდი იქნება, ეს არის ერთადერთი პრაქტიკული შედეგი. იმ შემთხვევაში თუ მოქმედებენ არაკეთილსინდისიერად, არ შეაქვთ ინფორმაცია, საბოლოო ჯამში ერთი რო უწევთ ჯარიმის გადახდა და მეორე იუსტიციის სამინისტრო მოიკლევს ინფორმაციას ორგანიზაციასთან დაკავშირებით და თავად გაასაჯორებს ინფორმაციას მხოლოდ და მხოლოდ ფინანსების თაობაზე, მხოლოდ შემოსავლების და ხარჯების თაობაზე. არავით არ იქნება თავად არეგისტრირებს იმ რეესტრში? რა თქმა უნდა. კი, მექანიზმი უნდა არსებობდეს, თუ თვითონ უარს ამბობს ორგანიზაცია, იუსტიციის სამინისტრომ თვითონ უნდა დაარეგისტრიროს, ხო? არავით არ იქ ინტიმური ცხოვრება და შემდეგ აბსურდზე იყოს საუბარი, სერიოზული კომენტარის გაკეთებას კი არ შეიძლება ამასთან დაკავშირებით. ხო, ერთადერთი რაც გასაჯაროვდება, ეს არის ინფორმაცია ფინანსების თაობაზე. ეხლა რა ჭირდება თვითონ ტერმინოლოგიას, ხო, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. პირველ რიგში, როდესაც ამაზეა საუბარი, აქაც სიცრუით იყო გაჯერებული
ვენეციის კომისიის დასკვნა და აღებული ჰქონდა თან შედარებისთვის ამერიკული კანონი და იქ იყო 1000 სიცრუე თვითონ ამერიკულ კანონთან დაკავშირებით მოცემული ვენეციის კომისიის დასკვნაში და შედარების ნაწილშიც უამრავი სიცრუე იყო. მაგალითად იგივე გაიმეორა, რაც თავის დროზე თქვა მეთიუ მილერმა, რომ თითქოს მარტო უცხოური მთავრობის მხრიდან დაფინანსებას ეხება ფარა და ამ შემდეგ მაშინ როდესაც ყველამ გავიგეთ უკვე რომ გიული ალასანია არის დარეგისტრირებული როგორც უცხოური ძალა და ვენეციის კომისიასაც უწერია იგივე ტყუილი, რაც თავის დროზე მეთიუ მილერმა თქვა, რომ თითქოს მხოლოდ უცხოური მთავრობის მხრიდან დაფინანსების შემთხვევაში მოქმედებს ფარა. ან ტელეკომპანია ფორმულა არის ასევე დარეგისტრირებული ფარაში როგორც უცხოური ძალა, ხო? ანუ საბოლოო ჯამში ერთ-ერთი შედეგი და თქო გამიმერებ რა არის ამ კანონის. იქნება ერთი ვებგვერდი, სადაც შედის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აინტერესებს ვინ დგას ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის უკან და იღებს ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით. ანუ როგორია უცხოური ძალების გავლენა კონკრეტული ორგანიზაციების მიმართ. რაც შეეხება კიდევ ერთხელ ტერმინოლოგიას. უცხოური ძალა ეს არის ფაქტის კონსტატაცია, ხო? ანუ საქართველოს ხელისუფლება მაგალითად არის უცხოური ძალა ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის და ნებისმიერი სხვა ქვეყნის სუბიექტისთვის, ხო? მაგალითად იგივე არა მარტო სახელმწიფო, ხო? გიული ალასანი არის უცხოური ძალა ამერიკელებისთვის, ხო? ამიტომ არის შეტანილი ფარას რეჟში. ან ტელეკომპანია ფორმულა არის უცხოური ძალა ამერიკელებისთვის, ხო? ეს არის ერთი ფაქტის კონსტატაცია. გარედან თუ შემოდის ფული, შესაბამისი სუბიექტი არის უცხოური ძალა, ეს არის ფაქტი, ხო? ფაქტი როგორც ასეთი შესაბამისად ადგილი აქვს ფაქტის კონსტატაციას. მეორე, რაც შეეხება ინტერესს, ანუ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი, ხო? ინტერესი რაც შეეხება ნებისმიერ სახელმწიფოში, ამაზე დისერტაცია მაქვს დასული, ნებისმიერ სამეცნიერო ნაშრომში წერია ცალსახად, რომ თუ ფული არის ელემენტარულ კავშირში, პირდაპირ კავშირში პოლიტიკურ პროცესებთან, მას ყოველთვის თან სდევს ინტერესები, ყოველთვის უკლებრივ ყველა შემთხვევაში. ამიტომ ის რომ ფულს მოყვება ინტერესები, ანუ უცხოური ძალის ინტერესები, ესეც არის ფაქტის კონსტატაცია. და შესაბამისად, როდესაც ჩვენ უცხოური ძალისგან იღებ ფულს, რომელსაც მოყვება ინტერესი, ფაქტის კონსტატაცია ისიც რომ ამ ფულის მიღებასთან ერთად ჩვენ ატარებ უცხოური ძალის ინტერესებს, რაც მათ შორის დოკუმენტურადაც ფორმდება. მაგალითად, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია იღებს ფულს პირობითად რომელიღაც ნედისგან, ან იდისგან, ხო, რომელიღაც უცხოური ფონდისგან, იქ იდება ჩვეულებრივი საგრანტო ხელშეკრულება, სადაც გაწერილია ის თუ რას უნდა მოხმარდეს შესაბამისი თანხები. ანუ პირდაპირ არის გაწერილი უცხოური ძალის ინტერესი, რომლის რეალიზებასაც უნდა მოხმარდეს ის თანხა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია იღებს. როცა ფაქტის კონსტატაცია არ მოგწონს, ეს ნიშნავს იმას, რომ სინამდვილეში ხალხს გინდა რაღაც დაუმალო და ეს არ არის სწორი. სინამდვილეში NGO-ები არიან სწორედ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები, იგივე სტანდარტი მათ დამკვიდრებული აქვთ ეგრეთ წოდებული გონგოების სახით, ხო, თქვენ იცით რომ ეს NGO-ების დამკვიდრებული ტერმინია არსებითად, გონგო და მათი დონორების. გონგო არის ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება ეროვნული მთავრობის მიერ. მაგალითად, ჩვენ საქართველოს მთავრობამ რომ დავაფინანსოთ არასამთავრობო ორგანიზაცია, ხისიერად მას მიაწებებენ ეს NGO-ები ზუსტად მათი დონორები, გონგოს იარლიხს, გონგო არის ქართულად სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაცია. და ეს პრინციპში ამაში დიდი ლოგიკა არის, ხო, რატო? იმიტომ რომ როცა მთავრობა გამოუყოფს ფულს არასამთავრობო ორგანიზაციას, მთავრობის ინტერესი მიყვება, რა თქმა უნდა, ამ თანხას და შესაბამისად ის ორგანიზაცია ხდება საქართველოს მთავრობის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია კონკრეტულ სფეროში და ზოგადადაც. ამიტომ ეს სტანდარტი უკვე არსებობს. ამიტომ შენ როცა გაორბიხარ ფაქტის კონსტატაციას, ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხისგან ფარულად გინდა გაატარო უცხო ძალის ინტერესები და ეს რა თქმა უნდა აღრმავებს იმ მეჭვებს, რომლებიც ჩვენ ისედაც გვაქვს, მაგალითად რევოლუციის კიდევ ერთ მცდელობასთან დაკავშირებით და ეს შემდეგ. კი ბატონო, ფულს რო ინტერესი მოსდევს ეს გასაგები არის, მაგრამ რაზეც ვენეციის კომისია მათ შორის ამერიკის ფარას კანონთან მიმართებაში აპელირებს ერთ-ერთ ნაწილში, ეს არის ის, რომ ფარაში დარეგისტრირება უწევს ორგანიზაციებს და ინდივიდებს და ასე შემდეგ, მათ შორის თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც არა უბრალოდ იღებენ თანხას უცხოეთიდან, არამედ ამ თანხას იღებენ კონკრეტული დავალების შესასრულებლად, მათ შორის უცხოეთის მხრიდან. და
ამ შემთხვევაში კი ჩვენი კანონი მაგალითად გრანტების შესახებ ამბობს, რომ გრანტი არის უსასყიდლოდ გადმოცემული თანხა. ანუ ის უკან თითქოს მიუხედავად იმისა, რაც ახლა ვისაუბრეთ, რომ ფულს ინტერესი მოსდევს, უსასყიდლობა განსაზღვრავს იმას, რომ აქ ინტერესი არ იგულისხმება, ასე ვთქვათ, ხო? ანუ მათ არა აქვს რაღაცა განსაზღვრება. გრანტი გულისხმობს იმას, რომ ფინანსურ უკუგებას არ ელის დონორი. მაგრამ უკუგებას რა თქმა უნდა ელის გრანტის გამცემი. ანუ სასყიდლობა ნიშნავს იმას, რომ არ ელის ფინანსურ უკუგებას, ანუ ეს სესხი არ არის. კი ბატონო, თუმცა ამ ხნის ამ გრანტებში ყოველ შემთხვევაში მე რამდენიც მახსოვს, თუ კარგად მახსოვს, მუდმივად წერია, რომ ეს თანხა არის საქართველოს დასახმარებლად გამოყოფილი თანხა. არა ვთქვათ გრანტის გამცემის დონორის რამე ინტერესის გასატარებლად, არამედ საქართველოს დასახმარებლად დავუშვათ რომ ასია, ხო? დავუშვათ რომ ასია და რეალურად მაგალითად კონკრეტული გრანტი მისცემთ ისახოს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას. არა მხოლოდ, მაგალითად პოლიტიკური კვლევის ჩატარებას თუნდაც, ხო? ანუ კეთილშობილური მიზანი. უფრო ახლოს რო იყოს პოლიტიკასთან, ეს არის დახმარება და არის კეთილშობილური მიზანი გრანტის უკან. მაშინ მით უმეტეს რატომ ფიქრობ რომ სტიგმატიზაციას შეიძლება იწვევდეს ეს ტერმინი, ხო? შენ თუ უცხოური ძალის ინტერესს ატარებ და ეს ინტერესი თუ აშკარად კეთილშობილურია, მაშინ რატომ ლაპარაკობ საერთოდ სტიგმატიზაციაზე? ხო ეს კითხვა ხო უნდა დაუსვათ ჩვენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხო? მაგალითად მე ავიღებ ფული იმისათვის რომ სოფლის მეურნეობა განავითარო ამ ქვეყანაში ან რაღაც სხვა კეთილშობილური საქმე გავაკეთო, ხო? ამ შემთხვევაში გვაქვს ფაქტის კონსტატაცია, რომ არის უცხოური ძალა, რომელსაც აქვს კეთილშობილური ინტერესი, ეს ინტერესი არის საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება და მე როგორც ორგანიზაცია ვიღებ ამისათვის გრანტს და ვატარებ ამ უცხოური ძალის ინტერესს საქართველოში, კეთილშობილურ ინტერესს საქართველოში. ამ შემთხვევაში ეს სტიგმატიზაცია ხო არ არის, პირიქით ეს მარკეტინგია. ეს არის PR-ი როგორც დონორისთვის, ასევე ორგანიზაციისთვის. სწორედ იმის გამო, რომ ვიღაცებს სხვა რაღაცების შიში აქვთ, ამიტომ საუბრობენ ისინი სტიგმატიზაციაზე. საბოლოო ჯამში არის შიშები მასთან დაკავშირებით, რომ კეთილშობილურთან ერთად გამოვლინდება უამრავი არაკეთილშობილური ამოცანა, რომელიც დგას ამ გრანტების უკან. ჩვენ ნახეთ აი სრული გამომჭრელობის პირობებში სხვადასხვა წყაროდან მივიღეთ ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, რომ უცხოელი დონორები არაკეთილშობილურ ამოცანებს აფინანსებდნენ. მაგალითად, ID აფინანსებდა პარტია დროას, ხო, არაკონსტიტუციური პრაქტიკა და გარდა ამისა რადიკალიზმის პოლარიზაციის სახალისება. თქვენ ამის შესახებ უკვე იცით, ხო? მეტიც თქვენ ამის შესახებ განაცხადეთ და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა რამდენიმე кейსი გავიგეთ შემთხვევით. კი ბატონო, მაგრამ აი მოდით ესე ვთქვათ, ხო, ანუ როგორ უნდა დადგინდეს ამ კანონით არაკეთილსინდისიერი ინტერესი. კონკრეტული შემთხვევა რო განვიხილოთ, ხო, მაგალითად, რომელი ფონდი იტყვის, მაგალითად, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას გადატრიალებისთვის მისცა ფული. აი სად ეწერება ეს ყველაფერი? იქ ხო პირიქით იქ ეწერება, რომ ეს ყველაფერი გაცემულია იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიის განვითარებას, მაგალითად. დაეხმაროს ადამიანებს სწორად გამოხატონ საკუთარი პროტესტი, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ანუ თითქოს ყველგან იქნება ჩაწერილი, მათ შორის ამ კანონის მოთხოვნის საფუძველზე იქნება ჩაწერილი რაღაცა კეთილშობილი მიზანი, გაწერილი იქნება თანხები, გაწერილი იქნება ვის რა ხელფასი გადაუხადეს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არსად არ იქნება დაწერილი, რომ ამ ხელფასს გადაუხადეთ, იმიტომ რომ წავიდეს და შეამტრიოს კარები პარლამენტში. არსად ესეთი რამე არ ეწერება, ხო? მარტივ მაგალითის საფუძველზე შემიძლია დავამტკიცო ის თუ რამდენად ექნება ეფექტი გამჭრელობას როგორც ასეთი. დროას მაგალითი რო ავიღოთ ისევ და ისევ, ხო? ანუ ჩვენ შემთხვევით დავადგინეთ, შემთხვევით რან თვითონ დროას ხელმძღვანელმა დაწერა საკუთარ Facebook-ის გვერდზე, რომ მის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა ID. ну შემთხვევით გავიგეთ ის ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის არსად. რა თქმა უნდა ამ საგრანტო ხელშეკრულებაში არსად არ წერია რომ ხოშტარიამ და მისმა პარტიამ მაინც და მაინც უნდა პოლარიზაცია წაახალისონ ამ ქვეყანაში ან რადიკალიზმი გააღვივა და შემდეგ ეს რა თქმა უნდა არსად არ წერია. მაგრამ საბოლოო ჯამში გამჭრელობის საფუძველზე ჩვენ დავადგინეთ უბრალოდ გამჭრელობის პირობებში, მაგრამ წამოსდენის საფუძველზე ჩვენ დავადგინეთ რომ ID ევროკავშირის ფონდი აფინანსებდა ერთ-ერთ რადიკალურ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, შეფუთვა იყო რა თქმა უნდა არასამეწარმეორდული პირი, რომელიც ყალბი ფორმით იყო შექმნილი. ეს გამჭრელი როცა გავხადეთ ჩვენ და საბოლოო ჯამში ამას როცა მივეცით რეზონანსი ჩვენი განცხადებებით, მაშინვე მოუწია ID-ს
უარის თქმა ისე დაფინანსებას, რომელიც პირდაპირ ნიშნავდა პოლარიზაციის წახალისებას ამ ქვეყანაში და კონსტიტუციის წინააღმდეგ პოლიტიკური პარტიის დე-ფაქტო დაფინანსებას. ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი, რაც ადასტურებს რას, რომ არსად არ ეწერა, რომ გინდა თუ არა იდი აფინანსებდა ამ შემთხვევაში პოლარიზაციას, მაგრამ საზოგადოებისთვის იმდენად თვალსაჩინო გახდა ეს ყველაფერი. სწორედ, ასე ვთქვათ, ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ იდის მოუწია შეეწყვიტა პარტია დროასთვის დაფინანსება. იგივეს მივიღებთ შედეგად სხვა შემთხვევებშიც. მაგალითად, მე დარწმუნებული ვარ, გაირკვევა ასეთი გამჭვირვალობის საფუძველზე, რომ როდესაც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობდა დაებლოკა 9 კილომეტრიანი გვირაბის გაჭრა გულისხმობ ქვეშეთი კობის მონაკვეთს, ამის უკან იდგა კონკრეტული დონორი ორგანიზაცია და საზოგადოებისთვის ეს ხომ გახდება ცნობილი, ვინც ცდილობდა ვისი დაფინანსებით დაებლოკა ეკონომიკური პროექტი. როდესაც ეს ინფორმაცია გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, დონორსაც გაუჭირდება ასეთი აქტივობების დაფინანსება და თვითონ ორგანიზაციაც უფრო მეტად გაუფრთხილდება დონორის ინტერესებს. ცოტა მიჭირს მაგ ლოგიკაში რომ გამოყვეთ, რატო გეტყვით ახლა ნახეთ მაგალითად ავიღოთ რომელიმე ქვეყნის, ევროპული ქვეყნის ზოგადად რო ავიღოთ უამრავი დონორი არსებობს როგორც სახელმწიფოსთან, ხო, მაგალითად USAID როგორც არსებობს, ხო, სახელმწიფო ინსტიტუცია, ესე ვთქვათ, სახელმწიფოსთან აფილირებული. ასევე არსებობს პარტიული ფონდები, ხო, მაგალითად გერმანიას აქვს ესეთი პრაქტიკა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში ხდება, რომ ყველა პარტიას აქვს თავისი ფონდი და ის ფონდი რაღაცას ფინანსებს. ხა რო წარმოვიდგინოთ, რაზეც ახლა მაგალითად საუბრობთ, ხო, გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომ გაირკვევა, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას რომელიღაცას, რომელზეც თქვენ საუბრობთ, აფინანსებს მაგალითად მწვანეთა პარტია, რომელიღაცა ქვეყნის, არ ვიცი, რომელიც არის, ხო? მწვანეთა პარტიის მიერ შექმნილი ფონდი. და აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მწვანეთა პარტია აფინანსებდეს რაღაცა ეკოაქტივიზმს, ხო, ქვეყანაში. ისევ და ისევ იქნა გამომდინარე, რომ იმპულს ინტერესი მოყვება, ხო? ეს მწვანე დღის წესრიგი გერმანიაში თუ აქვს, მაგალითად მწვანეთა პარტიას, იგივე დღის წესრიგი ლოგიკურია, რომ კონდეს, არ ვიცი, კავკასიის რეგიონში იქნება ეს ცენტრალური აზიის თუ ასე შემდეგ და იქ პოულობდეს თავის თანამოაზრებს და მათ აფინანსებს. ანუ ეს პრევენციას რატო გამოიწვევს ამ პროცესის? ნუ ერთი რომ ამ შემთხვევაში ეკოლოგიასთან სინამდვილეში არ ვთქვი შეხება და პირობითად ავიღოთ, ხო? კილომეტრი ნახევრის სიღრმეში იჭრებოდა ეს, ასე ვთქვათ, გვირაბი. აშკარა იყო, რომ პოლიტიკური ინტერესი არსებობდა მხოლოდ და მხოლოდ და ეს ყველაფერი გაირკვევოდა, რომ ეკოლოგიასთანაც არ ქონდა ყველაფერი შემხელობა. ავიღოთ იგივე ჰესების თემა. ნახეთ, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ინტერესი, რომ ჰესები აშენდეს ამ ქვეყანაში, იმისათვის, რომ მივახციოთ ჩვენ სტრატეგიულ მიზანს, რომ 2030 წლისთვის მოხმარებას გადააჭარბოს წარმოება. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი ქვეყნისთვის. და აქედან ვარ დარწმუნებული, რომ იგივე მიმართულებით გაგრძელდება კონკრეტული NGO-ების აქტივობა და ეს იქნება გარედან დაფინანსებული, ყველანაირად ესდებიან, რომ ჩვენ ვერ მივახციოთ ამ სტრატეგიულ მიზანს, ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, ხო? როდესაც გამჭვირვალე გახდება ამ სფეროში დაფინანსება, უკვე ამ ყალბი ეკოლოგიური ნარატივით ვერ შეიფუთება მათი ანტისახელმწიფოებრივი მიზნები. ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეიფუთება. როცა ჩვენ წარმოვაჩენთ იმას, რომ კონკრეტული დონორი ორგანიზაციები ხელოვნურად ცდილობენ NGO-ების მეშვეობით ამ ქვეყანაში სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დაბლოკვას და სტრატეგიული მიზნის შესრულებისთვის დაბრკოლების შექმნას, აქ უკვე ძალიან გაუჭირდებათ მათ ასეთი პროექტების დაფინანსება. ანუ პირდაპირ წინ ვერ აღუდგებიან ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. ეს პრინციპი მოქმედებს ყველა შემთხვევაში, როცა საქმე ეხება გამჭვირვალობას. იგივე პარტიები რო ავიღოთ, რა თქმა უნდა, პანაცეა ეს ყველაფერი არ არის. რა თქმა უნდა, 100%-ით ვერ დაგასხვევს ანტისახელმწიფოებრივი პრაქტიკისგან გამჭვირვალობა, იგივე ხება პარტიებსაც. ხო, ანუ პარტიების გამჭვირვალობა ასხვევს დიდწილად რისკებს, მაგრამ ვერ ასხვევს რა თქმა უნდა 100%-ით. აქაც დიდწილად დავასხვევთ ჩვენ იმ რისკებს, რაც არის დაკავშირებული NGO-ების დაფინანსებასთან. ზოგადად, რაც შეეხება NGO-ების დაფინანსებას, ამ დაფინანსების 95% მოდის სულ 60 დონორზე. მეტი არ არის. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივად დაინახავს საზოგადოება ყველაფერს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გამჭვირვალობა საბოლოო ჯამში იქნება დამზღვევი მექანიზმი პირველ რიგში სახელმწიფოსთვის ეს ერთი და ასევე დონორისთვის და დაფინანსებული ორგანიზაციისთვის. როდესაც მათ საქმიანობა გახდება გამჭვირვალე, მათ უკვე გაუჭირდებათ
ისეთი საქმიანობის განხორციელება უცხოური დაფინანსებით, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს უხეშად და პირდაპირ ეწინააღმდეგება. იმიტომ რა თქმა უნდა, ეს არ იქნება 100%-იანი დაზღვევა, პანაცეა, მაგრამ დიდწილად დააზღვევს ისეთი ტიპის ქმედებებს, რომლებსაც ხედავდით წინა წლების განმავლობაში. ასევე, როდესაც საქმე ეხება რევოლუციის მცდელობას, აქაც ექნება რა თქმა უნდა გამჭირვალობას დამსხვავი ეფექტი, როცა დაინახავს საზოგადოება უფრო მკაფიო, თუ ვინ დგას კონკრეტული ორგანიზაციების უკან. რა თქმა უნდა, ასე დროს გაუჭირდებათ ამ ორგანიზაციებს, რომ პირდაპირ უხეშად ჩაერთონ რევოლუციურ პროცესში, მოითხოვონ მთავრობის გადადგომა, საკუთარი მონაწილეობით მთავრობის ფორმირება და ამ შემდეგ. აქ როცა იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრები ბალტიისპირეთის ქვეყნების, ერთ-ერთ მათგანს დაუსვი მარტივი შეკითხვა, ყველას ეხებოდა შეკითხვა. წარმოიდგინეთ, რომ ქართული სახელმწიფო აფინანსებს მაგალითად ლიტვაში არასამთავრობო ორგანიზაციებს, არის ასეთი 100 არასამთავრობო ორგანიზაცია და ასევე ერთ ხმაში აცხადებს, რომ ლიტვას ყავს პრორუსული მთავრობა და საჭიროა მისი გადაყენება, გადაგდება, გადადგომა და ამ შემდეგ. მე ხო როგორც სახელმწიფო, ქართული სახელმწიფო ამ ორგანიზაციების საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ავიღებ. წარმოიდგინეთ, რომ 100 ორგანიზაციას ვაფინანსებ და ასევე ერთ ხმაში აცხადებს, რომ ლიტვას ყავს პრორუსული მთავრობა, არალეგიტიმური მთავრობა, არჩევნები გააყალბა, ამ დროს მე გავაყალბე ჩემი ინჯილებით, პარალელური ხმის დათვლის შედეგები. ასე დროს მე როგორც საქართველოს მთავრობა, ჰიპოთეტურად ვამბობ, ხო უნდა ავიღო პასუხისმგებლობა ამ ორგანიზაციების საქმიანობაზე. როდესაც გამჭვირვალე გახდება ეს დაფინანსება მერწმუნეთ, რომ ძალიან ბევრ რამეს დააზღვევს ეს ასე ვთქვათ კანონი, რასაც კი ბატონო, თუმცა ნახეთ ჩვენ დავიწყეთ ამაზე საუბარი წინ როცა ბოლოს შევხვდით ერთმანეთს, როცა საერთო ფორმატი იყო სხვა ჟურნალისტებთან ერთად, აი ეს ინფორმაციის ფლობასთან დაკავშირებით, ხო? მე მაშინ დაგისვით ეს კითხვა და ცოტა რომ გავშალოთ ეს საკითხი, ხო? აი ეხაც რაც თქვით, რომ პასუხისმგებლობის საკითხი და ასე შემდეგ გამჭვირვალე გახდება ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ხო? მაგალითად მართლაც ეხლა უკვე ვიცით, რომ ეს რა ქვია მაგას ყოველ შემთხვევაში გამოძიება ამ მიმართულებით მიდის, რომ კანვასის აწყობდა რაღაცა ასე ვთქვათ, ატარებდა ტრენინგს, როგორც გამოძიება ამბობს რევოლუციის მოხდენასთან დაკავშირებით და ამ პროცესს აფინანსებდა USAID. ამ შეხვედრას ამ ორგანიზაციის საქმიანობას აფინანსებს და ასე შემდეგ. ამან ან თუნდაც ავიღოთ იმავე, რაზეც ხშირად არის ხომ ქართული ოცნების მხრიდან საუბარი, ხო? არჩევნების გამჭვირვალობის ასე ვთქვათ ორგანიზაცია ისფედი, ხო? ისფედის მიერ პარალელური დათვლის შეცდომა გაყალბება, როგორც გნებავთ ისე და ვთქვათ, ეს პროცესიც დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ, ხო? აი ეს რომ ვიცით ახლა ჩვენ ასე ვთქვათ, ხო, რომ ამის შესახებ გითხარით თქვენ და მეტიც ახლა ისფედსაც უდევს თავის ვებგვერდზე, რომ მართლაც ერთ-ერთი მთავარი დონორი მისი USAID-ია, მისი საქმიანობის. მათ შორის თავად აი ამ ასე ვთქვათ პარალელური დათვლის პროცესსაც ადევს ესე ვთქვათ USAID-ის ლოგო, რომ ის დაფინანსებულია, ხო, და ვიცით რომ ის აფინანსებს ამას ყველაფერს. ანუ ამან რითი გააკეთა პრევენცია იმისა, რომ მაგალითად ისფედს არ გაეკეთებინა ის, რაშიც თქვენ ზრდებთ მას ბრალს. შესაძლოა ძალიან კარგი მაგალითია. სწორედ იმის გამო, რომ გამჭვირვალე არ იყო ეს დაფინანსება, პრევენცია ვერ მოხერხდა. ან გამჭვირვალე რო ყოფილიყო. ხო ვიცოდით რომ ისინი აფინანსებდნენ, ანუ თანხაშია რამდენის დააფინანსა, როგორ გადანაწილდა თანხაშია საქმე? აქცენტი ჩვენც არ გავიკეთებია დაფინანსებაზე თავის დროზე. დღეს აქცენტიც გაკეთებულია და მეორე გამჭვირვალობაზე ვსაუბრობთ, ხო? მაშინ აქცენტი საერთოდ არ კეთდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე, ამ პირობებში თავისუფლად გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები. იმ პირობებში სწორედ რომ გამჭვირვალობაზე აქცენტიც კი არათუ გამჭვირვალე არ იყო, აქცენტიც კი არ კეთდებოდა გამჭვირვალობაზე. მოხდა რა, რომ USAID აფინანსებდა PVT-ის პარალელური დათვლის ასე ვთქვათ პროცესს და კონკრეტულად NDI-ის მიერ დაფინანსებული თანამშრომელი ითვლიდა პარალელურად საარჩევნო შედეგებს. ხო, ნუ NDI USAID იყო პირდაპირ ჩართული. იმ პირობებში, როდესაც არც გამჭვირვალე იყო ეს დაფინანსება, არც აქცენტს არ აკეთებდა გამჭვირვალობის აუცილებლობაზე არავინ, ძალიან მარტივად გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები. შესაბამისად, გამჭვირვალობამ შექმნა ცდუნება იმისათვის, რომ ასეთი რამ, ასე ვთქვათ, გაკეთებულიყო. ანუ გამჭვირვალობამ შეასრულა სწორედ ეს როლი, რომ დაზღვევა ვერ მოხდა. ეს ერთი. და მეორე უკვე მას შემდეგ რაც
ჩვენ გამჭვირვალე გავხადეთ ინფორმაცია, ანუ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია დონორებთან დაკავშირებით. ამან ნახეთ რამხელა შედეგი გამოიღო. საბოლოო ჯამში ეს გაყალბება იყო განკუთვნილი იმისათვის, რომ ჩატარებულიყო რიგარეში არჩევნები და სწორედ გამჭვირვალობით, ანუ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებით მოახერხეთ ჩვენ ის, რომ პარალელური დათვლის გაყალბება ვეღარ გახდა რიგარეში არჩევნების ჩატარების მიზეზი. ანუ გამჭვირვალობამ ძალიან დიდი საკვანძო როლი შეასრულა იმაში, რომ გაყალბებული პივიტის წყალობით მათ ვერ მოახერხეს რიგარეში არჩევნების გამოწვევა ამ ქვეყანაში. ანუ პივიტი სწორედ რომ საჩვენო არგუმენტია. ანუ გამჭვირვალობამ აცდუნა როგორც ორგანიზაცია, ასევე დონორი, რომ გაეყალბებინათ პარალელური დათვლის შედეგები, თუმცა როგორც კი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გავხადეთ ინფორმაცია დონორების თაობაზე, მათ შორის USAID-ის და NDI-ის თაობაზე, მასშივე მოუწიათ უკან დახევა და საბოლოო ჯამში პივიტის თავარი დანაშაულება რაც იყო რიგარეში არჩევნების გამოწვევა, ეს ვეღარ მოხერხდა. ანუ გამჭვირვალობამ იქაც თავისი ძალიან სერიოზული როლი შეასრულა. თუ მომავალში წინ და წინ იქნება გამჭვირვალე ყველაფერი, რა თქმა უნდა, თავიდანვე იქნება დასხეული ასეთი არასწორი პრაქტიკა, როგორც არის პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება, რევოლუციის მოწყობის ცდილობა და ამ შემდეგ. ან თქვენ ამბობთ, რომ ეს კანონი უზრუნველყოფს დონორთა პასუხისმგებლობის დაფიქსირებას. თვისებრივად გაიზრდება დონორების პასუხისმგებლობის ხარისხი. მათ შორის იქ უამრავი ფაქტი ამოვარდება. ხა თქვენ წარმოიდგინეთ, როცა საზოგადოება გაიგებს იმის შესახებ, თუ ვინ აფინანსებდა მთლიან პერიოდის განმავლობაში მაგალითად მოძრაობა სირცხვილიას ან ისეთ ორგანიზაციებს, როგორც არის წერტილი, ტალღა და ასე შემდეგ, ხო, რომლებიც ღიად ესხმიან თავს მართლმადიდებელ ეკლესიას, ხო, პირდაპირ პროპაგანდას ეწევიან მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომლებიც ნარკოტიკების პროპაგანდას ეწევიან, ხო, ანუ 1000 მანკიერებაში არიან ჩართული, ხო? როდესაც საზოგადოება ამ ყველაფერს ნახავს, პირდაპირ არიან რადიკალიზმის გაღვივებაში ჩართული, ხო? როდესაც საზოგადოების გამჭვირვალე გახდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ აღვივებს ამ ქვეყანაში პოლარიზაციას, ვინ ესხმის თავს მართლმადიდებელ ეკლესიას, ვინ ეწევა LGBT პროპაგანდას და ამ შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს გამჭვირვალობა ხო დაასხვევს უამრავ რამეს. ხო გაუჭირდება ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ მაგალითად ეკლესიაზე თავდასხმა ან აწარმოონ LGBT პროპაგანდა და შემდეგ. რა თქმა უნდა, ამაზე უკან დაიხევენ. ამიტომ ეშინიათ ვიღაცებს გამჭვირვალობის, რომ მოუწევთ კონკრეტულ არასწორ პრაქტიკაზე უარის თქმა. ის რამხელა თუ შევხედავთ იმ საზოგადოებას, ვთქვათ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ხო? მე მინდა შეგახსენოთ ესე ვთქვათ 2012 თუ 13 წლამდე ილიაუნის რექტორი იყო გიგი თევზაძე, მისი პოსტის, რომელიც მან შარშან დაწერა ამ აქციებთან დაკავშირებით და სადაც ხაზი გაუსვა იმას, რომ მათი განათლების რეფორმამ გამოიღო ის შედეგი, რომელზეც მათ ჰქონდათ გათვლა და ამ შედეგის ანარეკლი იდგა ქუჩაში. მაშინ და პრინციპში ეს პოსტი დღევანდელობასაც ეხება, ხო? ანუ რეალურად ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამ კანონს აპროტესტებენ, ახალგაზრდებს გულისხმობ, მათ როგორც არ უნდა, რაც არ უნდა უწოდოთ, თქვათ, როგორც არ უნდა შევაფასოთ მათი საქციელი, გაიაზრეს, არ გაიაზრეს, თქვათ, კარგად ესმით, სწორად ესმით, არ ესმით, ასე შემდეგ ემოციებია თუ რა არის, ამის მიუხედავად, ხო? საბოლოო ჯამში ეს არის ის კულტურული ნორმები და ღირებულებები, რომელიც ამ ხნის განმავლობაში იყო დანერგილი და დამკვიდრებული. ამ კულტურულ ნორმებში და ღირებულებებში, ასე ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილი არ არის ხოლმე. იმიტომ რომ მაგალითად, აი ჩვენ ნახეთ მაგალითად მიხეილ როთის განცხადება ხო ამ თემასთან დაკავშირებით და ის სწორედ აი ამ კულტურული ნარატივის პერსპექტივიდან ნათქვამი განცხადება იყო, რომელი კულტურული ნარატივებიც ამ ხნის განმავლობაში კვიდრდებოდა ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით საგანმანათლებლო სისტემაში, ხო? და არ არის ვთქვათ იგივე ეს პირიქით არის მაგალითად ის გენდერული პოლიტიკის საკითხები, ანუ თქვენ ახლა ამბობთ, რომ პროპაგანდის ნაწილს ხარს უჭერს, გაიგებს ამას ყველაფერს და პირიქით ეს ყველაფერი კარგად არის მიტანილი, ხომ, ანუ პოზიტიური პერსპექტივიდან არის მიტანილი ახალგაზრდებამდე და ვინ არის ის ადრესატი, ვინც გაიგებს, იმიტომ რომ მართლაც როცა პოლარიზაციაზე ვლაპარაკობთ, ამ კულტურულ ნორმებშიც პოლარიზაცია გვაქვს ჩვენ. არსებობს გარკვეული ნაწილი ადამიანებისა, შეიძლება დიდი, მაგალითად, რომელიც 17 მაისს გამოვიდა ქუჩაში, რომლისთვისაც ყველაფერი ცხადია და არ საჭიროებს არაფრის დამატებით თქმა, და მეორე ნაწილი არსებობს, რომელსაც ასევე ყველაფერი ცხადია, მეორე მხარეს და არც მას არ ჭირდება ეს ინფორმაცია.
ну რეალურად რაზეც საუბრობდა მე არ წამიკითხოს, მაგრამ რასაც თქვენ ამბობთ, რაზეც საუბრობდა გიგი თევზაძე, ეს არის ზუსტად ამ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის არსი. და მთავარი ხაზი რა არის ამ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის, რომ ბავშვს ახალგაზრდას ადამიანს ზოგადად არ აძლევს საკმარის ცოდნას და ართმევღირებულებებს. ეს არის მთავარი ხაზი, რაც აქვს ამ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გამტარებელი უფროსურად ამ ქვეყანაში იყო გიგი თევზაძე თავის ასე ვთქვათ პარტნიორებთან ერთად. და საბოლოო ჯამში მართლა გამოიღო სამწუხაროდ დიდწილად ამ პოლიტიკამ და ამ იდეოლოგიამ თავისი შედეგი შეგნებულად ანგრევდნენ განათლების სისტემას ეს ადამიანები გიგი თევზაძე და სხვები გვარამია შაშკინი და შემდეგ ახსოვთ რა გვარები იყო ამ განათლების პროცესების უკან ხო შეგნებულად ანგრევდნენ ეს მათი დავალება იყო ანუ ეს არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი ხაზი რომ უნდა მოშალო განათლების სისტემა და სამწუხაროდ ეს მათი საქმიანობის შედეგები პირდაპირ სტატისტიკაშია ასახული სხვათა შორის ცინიზმია რომ დღეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს განათლების სისტემის შედეგებს და ასეთი რაღაც ეწერა IDFI არის ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მათ უწერიათ რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეების სავარაუდოდ ბოლო კლასია საუბარი 63%-მა ვერ ჩააბარა საბაზისო უნარების ტესტიც კი და ამავდროულად ეს არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს რომ ამაყობს იმით რომ კონკრეტული ასე ვთქვათ წარმომადგენლები მათ შორის ახალგაზრდობის აპროტესტებენ წაუგითხავ კანონს ხო რაც არის სამწუხარო და ძალიან მძიმე რეალობა. კიდევ ერთი შედეგი არის ის რომ პიზის ტესტის მიხედვით 91 ქვეყანაში გავედით 73 ადგილზე წაგეთხულის გააზრებაში. ეს კი არ არის ეს ну რა თქმა უნდა ეს არის 90-იანი წლების შედეგიც, მაშინ პირველად მოიშალა განათლების სისტემა, მაგრამ ამ პრობლემებს დამატებითი პრობლემები მიაყოლეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ეს იყო სწორედ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ხაზი. თავარი არის რა რომ სათანადო ცოდნა არ უნდა მიცე, ისტორიას აღარ ასწავლიდნენ ბავშვებს. რეალურად ეს ხდებოდა იყო გიგი თევზაძის და მისი მეგობრების იდეოლოგია და თან ღირებულებებს აცლიხა რაც არის როტი მიხაილ როტი ხო თუ არსები ის ხო პირდაპირ ამაზე საუბრობდა ღირებულებები არ უნდა გქონდეს არ უნდა ასეთ აფასებდე თავარ ინსტიტუტებს რასაც განშენ იდენტობა ხო როგორც არის ჩვენ შემთხვევაში პირველ რიგში მართლმადიდებელი ეკლესია ეს არის ფსევდოლიბერალი გიგი თევზაძე და მიხაილ როტი არიან ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ეს არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ხაზი რომლის თავარი ამოცანაა რომ ახალგაზრდას ბავშვს ადამიანს არ მიცეს საკმარისი ცოდნა და ამასთან ერთად გამოაცალო ღირებულები ჩვენ უნდა დაუპირისპირდეთ ამას და ერთ-ერთი მთავარი ჩვენი რეფორმა რაც იქნება შეთავაზებული საარჩევნოდ საზოგადოებისთვის იქნება სწორედ განათლების ფუნდამენტური რეფორმა ეს უნდა შეეხებოდეს როგორც ზოგად განათლებას ისე უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას ფუნდამენტ ერთი რაც უნდა ვაღიაროთ ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც სამწუხაროდ საკმარისი ვერ გაკეთდა იმისათვის კი ბატონო აი მაგის კითხვა მინდოდა არა ეს არის აუცილებლად იმიტომ რომ რეალურად ის ხელისუფლება მხოლოდ 9 წელი მართავდა თქვენ უკვე 12 წელი ძალაუფლებაში ხართ ხო თუმცა მე გეტყვით ამას ობიექტური მოდი ესე გავარქვათ რასაც ისინი 9 წელი ანგრევდნენ თქვენ 12 წელი გქონდათ იმის გამო უნდა ვაღიაროთ რომ ეს დრო სათანადოდ ვერ იქნა გამოყენებული თუმცა მას თავისი ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა და საბოლოო ჯამში ერთ-ერთი თავარი სისტემა რაც მოირგეს პოლიტიკურად საკუთარ თავზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლება ესეც გარდავალება იყო სწორედ განათლების სისტემა ანგრევდნენ სახელმწიფოელოებს ეროვნულ სასწავლო გეგმას საშინელი პოლიტიკა ჰქონდათ პედაგოგების კუთხით და შემდეგ. ხო, ხელოვნურად ანგრევდნენ ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში რაღაც მყარი სისტემა ჩამოყალიბეს, რომლის მარტივად გადალაგება არ იყო შესაძლებელი. კიდევ უფრო მძიმე პრობლემები შექმნეს მათ უმაღლესი განათლების სისტემაში, მაგალითად იგივე რომ მოვიღოთ წამყვანი ასე ვთქვათ უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მეც ასე ვთქვათ ვასწავლე როგორც ასე ვთქვათ უნივერსიტეტის პროფესორი, საერთოდ სურათი გვაქვს უმძიმესი. ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ
პროფესორების დიდი ნაწილი არის მთლიანად პოლიტიკური ნიშნით შერჩეული. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მიგერძოება, გასაგებია ვისხარეს და არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია. შეიძლება პოლიტიკური მიგერძოება ნებისმიერ პროფესორს ჰქონდეს, მაგრამ როცა არც კვალიფიკაცია გაქვს და თან პოლიტიკურად მიგერძოებული ხარ, აქ ჩანს სინამდვილეში როგორ ფორმირდებოდა პროფესურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს ხება ძალიან დიდ ნაწილს პროფესურის შესაბამისად არის აქ ჩაგედილი წრე. ამის გამო სისტემა არის თლიანად მოშლილი. ამის გამო არც სახელმწიფოენობები ვითარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არც მეცნიერება ვითარდება, არც არაფერი. არის მძიმე ჩაგედილი წრე, ჩამოყალიბებული. რას უპირებთ ამას? თვისებრივ გარდაქმნას. ამასთან დაკავშირებით დეტალური პოლიტიკური ნიშნით იქნა შერჩეული, შეუძლებელია პოლიტიკურივე ნიშნით გადაიაზროს, ხო? რა თქმა უნდა. ჩვენ საბოლოო ჯამში საზოგადოებას შევთავაზებთ რეფორმას, რომლის საფუძველზეც ჩვენ შედეგად მივიღებთ არა რაღაც პოლიტიკურ სურათს, განსხვავებულ პოლიტიკურ სურათს. ჩვენ მივიღებთ შედეგად გეტყვით რას. 4 წლის თავზე ჩვენ გვექნება თვისებრივად განსხვავებული ინფრასტრუქტურა, სადაც სტუდენტებს ექნებათ საკუთარი ინტერესების რეალიზების ათჯერ უკეთესი შესაძლებლობა, ეს ერთი ნებისმიერი ხო სოციალური ინტერესებიც აქვთ სტუდენტებს გარდა განათლების მიღებისა, ხო, მათ შორის სპორტი და რაღაც სხვადასხვა ტიპის აქტივობებში, ახალგაზრდულ აქტივობებში ჩართვა და ეს შემდეგ. ან თვისებრივად განსხვავებული ინფრასტრუქტურა გვექნება, სწავლების ხარისხი იქნება თვისებრივად განსხვავებული, თვითონ სწავლების შინაარსი, გვექნება სახელმწიფოენობები უზრუნველყოფილი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, აბსოლუტურად ყველა სფეროში და ამ შემდეგ განახლებული სახელმწიფოენობები, კურიკულუმები და ამ შემდეგ თვისებრივად გადალაგებული სისტემა, სადაც ნაცვლად იმისა, რომ უმაღლესი სამართლო დაწესებულება ემსახურებოდეს ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს, თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იქნება ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსიტეტი სწორედ მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე ადამიანებისთვის და სტუდენტებისთვის და ღირებულების არის საკმარისი თუ სწორად დალაგდება სისტემა საქართველოში არის საკმარისი ეს მაგალითად იურიდიულ ფაკულტეტებზე რო ვისაუბროთ თუ სწორად დალაგდება სისტემა თავისუფლად შესაძლებელია საქართველოში შექმნა რესურსი ისეთი როდესაც იურიდიულ ფაკულტეტზე საქართველოში სტუდენტი მიიღებს ზუსტად ევროპულის და ამერიკულის იდენტურ განათლებას. ზუსტად, არც მეტი, არც ნაკლები. უმაღლესი დონის განათლებას. ამის რესურსი ქვეყანაში არის, თავარია სისტემას სურათში. მე ვიგულისხმე იდეოლოგიური კონტექსტი ამ შემთხვევაში. მათ შორის ღირებულებებსაც ეხება ეს ყველაფერი. ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში იმაზე კი არ ვსაუბრობთ რა თავის სპეციფიკას, სპეციალიზაციასთან მიმართებაში რა ხარისხის ცოდნას აძლევენ. არამედ ის იდეოლოგიური, კულტურული ნორმები და ასე ვთქვათ, ფასეულობები, რომლითაც ხდება ორივე მიმართულებას გულისხმობ სწავლების პროცესთან ერთად, ვთქვათ, აღზრდა სტუდენტების, ხო? კიდევ ერთხელ გამიმერებ, ფსევდოლიბერალიზმის მთავარი ხაზი რა არის? ანუ არ აძლევს სათანადო ცოდნას ართმევ ღირებულებებს. ჩვენ გვჭირდება სისტემა, სადაც აძლევს სათანადო ცოდნას და ასევე ათვისნობიერებ ღირებულებებში სტუდენტს ახალგაზრდას. ეს არის თავარი ამოცანა. ორივე მიმართულებით გვჭირდება. ეს ხო ხდებით როგორი რთული პროცესია. რა თქმა უნდა. ეს მარტივად ხო არ კეთდება ეს. რა თქმა უნდა, აქაც არ ვიცი ხო მასშტაბი რა იქნება, მაგრამ მსგავსი იქნება აქაც წინააღმდეგობა, რაც ვიხილეთ იგივე გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. რატომ? იმიტომ რომ ამაზე დგას რეალურად ის სიმაღლეჯე, რასაც ქვია ფსევდოლიბერალიზმი ჩვენს ქვეყანაში. საბედნიეროდ ფსევდოლიბერალური იდეოლოგია არ არის წარმატებული საქართველოში, საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ მიყვება ამ იდეოლოგიას, თუმცა ტენდენციები არის რა თქმა უნდა ძალიან საშიში. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი ჭეშმარიტი კლასიკური ლიბერალური ღირებულებები ამ ქვეყანაში, რაც გულისხმობს თავისუფლების სათანადოდ გააზრებას, ეს არის ილია ჭავჭავაძის ასე ვთქვათ ლიბერალიზმი და არა იმ ადამიანების ვისაც ჰქონდა ახლა საუბარი, ჩვენ გვჭირდება კლასიკური ტრადიციული ღირებულებები ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ გვჭირდება იმის გააზრება, რომ უნდა იყოს ბოლომდე დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა, მათ შორის უნდა იყოს დაცული რა თქმა უნდა მართლმადიდებელი ეკლესია, ქრისტიანული ღირებულებები ჩვენს ქვეყანაში, თუ ჩვენთან ქრისტიანული კულტურა მოიშალა, საქართველოს ევროპულობიდან საერთოდ არაფერი დარჩება. ამიტომ ამაზე მაქსიმალური ზრუნვა გმართავს. საინტერესო თემა არ ვიცი, მან წავიდეთ თუ არა.
ჩემთვის ძალიან საინტერესო და ძალიან ახლობელია, იმიტომ ის რაც ჩემი აზრით ახლა ერთმანეთთან ასევე კონფლიქტში მყოფი ორი მდგომარეობა დაასახელეთ, კლასიკური ლიბერალიზმი და კლასიკური ტრადიციონალიზმი, იმიტომ რომ რეალურად კლასიკური ლიბერალიზმიც კლასიკურ ტრადიციონალისტთან წინააღმდეგობაში იბადება მე-18-მე-17 საუკუნეებში. არ ვიცი, მართლა მან ბალანსი არის შესაძლებელი, მაგრამ შეუძლებელია ტრადიციების პატივისცემა და ფსევდოლიბერალიზმი ერთმანეთთან დააბალანსონ. თუ შეუძლებელი ბალანსი ეს არის სწორი მოვლენა. მე მომავალში დიდი სიამოვნებით დავჯდებოდი თქვენთან ამ თემაზე სასაუბრად. დაუბრუნდეთ ამ კანონთან მიმართებაში, არ გვაპატიებს ჩვენი მაყურებელი ახლა ამ ფილოსოფიურ საუბარს. რაც შეეხება კიდევ ერთხელ რომ დავალაგოთ ასე შემდეგ. ხო, ანუ ყველანაირი გზა თითქოს დიალოგის და კომპრომისის არის ჩაკეტილი და მხოლოდ რადიკალიზმის პოტენციალი რჩება, ხო, თითქოს, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ქართულ ოცნებას განცხადებული აქვს, რომ ვეტოს დაძლევს და მარაპირებს ამის გადახედვას, ასე ვთქვათ, ხო, არ ვიცი რა შეიძლება შეიცვალოს ერთ კვირაში. როცა ვეტოს განხილვას დაიწყებს მმართველი გუნდი, მაგრამ თუ ვეტო მართლაც დაძლეული იქნება საბოლოო ჯამში, კიდევ ერთხელ დავდგებით მოცემულობის წინაშე, რომ რადიკალიზმია ორივე მხრიდან, ხო? ქართული ოცნება არ აპირებს დათმობას, მეორე მხარეს ოპოზიცია და ვთქვათ, საერთაშორისო ჩვენი პარტნიორები, ასე ვთქვათ, ისინიც არ აპირებენ არაფრის დათმობას და მოგიწოდებენ, მათ შორის ვენეციის კომისიაც საბოლოო ჯამში კანონის გაუქმებაზე იყო, მისი რეკომენდაცია კანონის გაუქმება იყო, ხო? რა პროცესში შევდივართ ამ მოცემულობიდან? აი ეს რადიკალიზაცია წინა საარჩევნო მარათონში, ასე ვთქვათ. ესე პირველ რიგში შეეხება დისკუსიის ხელოვნურად დახურვას, ამას აქვს ერთ-ერთი მიზეზი. საკონცო საკითხია აქ თავარი. ანუ ჩვენ გვინდა გამჭრელობა და ჩვენს ოპონენტებს არ უნდათ გამჭრელობა. და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა სხვათა შორის ვენეციის კომისიის დასკვნაში. საბოლოო ჯამში ვენეციის კომისიას რომ ვერაფერი დააწერინეს, ანუ არგუმენტი რო არ ქონდა და ვერ დააწერინეს ვერაფერი, ბოლოს დააწერინეს გამჭრელობა არ ვარგაო. ანუ ასეთ აბსურდში შევიდა ვენეციის კომისია. ბოლოს თავარი დასკვნა რაც დაწერა, რატომაც მოითხოვა კანონის არ მიღება, არის ის, რომ NGO-ების გამჭრელობა არ ვარგაო. ანუ აქ გამოჩნდა სინამდვილეში რა არის დისკუსიის დახურვის მიზეზი. იმიტომ რომ საკონცო თემაზე ვერ თანხმდებით ჩვენ. ჩვენ გვინდა გამჭრელობა და ვიღაცებს უნდათ მღრია წყალი ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ დაიჭერონ თევზი. ხო და ეს თევზი რაში გამოიხადა, მაგალითად უკრაინის მაგალითზე ძალიან კარგად ვნახეთ. ჩვენ არ გვინდა რა თქმა უნდა დავტოვოთ ღრია წყალი ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ძალიან მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ქართულმა მაიდანმა ჩვენი ქვეყანა. ხო, ეს არის ჩვეულებრივად ამ ქვეყნის უკრაინიზაცია. ანუ ამაზე ვერ თანხმდებით. ვიღაცებს უნდათ აქ ღრია წყალი, ჩვენ არ გვინდა ღრია წყალი, ვიღაცებს უნდათ მაიდანი, ჩვენ არ გვინდა მაიდანი, ვიღაცებს უნდათ მეორე ფრონტი, ჩვენ არ გვინდა მეორე ფრონტი. ეს არის თავარი მიზეზი შეუთანხმებლობის. ამიტომ არ არის აქ სივრცე დისკუსიისთვის, იმიტომ რომ თავარი საკითხია შეუთანხმებლობის საგანი. ჩვენ გვინდა გამჭრელობა და აგერ ვენეციის კომისიას პირდაპირ რა თქმა უნდა, რომ გამჭრელობა არ ვარგაო. აქ იმაზე კი არ არის საუბარი რაღაცა დეტალებზე, რომ აქ იქნებეს ასე დაგეწერა და ისე დაგეწერა და ეს შემდეგ. კანონზე კი არ არის საუბარი. თავარ თემაზეა საუბარი. მათი პოზიციაა, რომ გამჭრელობა არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში. იმისათვის, რომ ვიღაცამ ღრია წყალში მერე თევზი დაიჭიროს და ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენ უნდა გავაფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ის, რომ წყალი არ აიმუქრეს ამ ქვეყანაში. ანუ არ მოხდეს ამ ქვეყნის უკრაინიზაცია. და NGO-ების გამჭრელობა არის ერთ-ერთი მთავარი ბერგები, რომელიც ამის საშუალებას მოგცემს. ამიტომ არ ვიცი, ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ დისკუსიისთვის, იმიტომ რომ გვაქვს უმარტივესი არგუმენტი, ჩვენი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ გამჭრელობა არის კარგი. კი ბატონო. და მეორე მხარეს არის ბწყალებში არგუმენტი, რომ გამჭრელობა არის ცუდი. თეზისი პროფესორი. კი ბატონო. ერთი მომენტია კიდე აქ ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენ დავიწყეთ საუბარი მოლოდინებიდან, რომ იყო თუ არა ამის მოლოდინი, რასაც ახლა ვადევნებთ თვალ ყურს. და ძალიან საინტერესო, რომ ერთი შეხედვით, ასე ვთქვათ, კანონი, რომელიც შეიძლება მართლაც გამჭრელობას ისახავდეს მიზნად, თუმცა აქაც ვენეციის კომისია ამბობს ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ თავისთავად გამჭრელობა ვერ იქნება მიზანიო, ის ამბობს, რომ შეიძლება იყოს უსაფრთხოება რაღაც გადასაზღვრებები წესი. მანდაც ისეთი კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვენეციის კომისიამ უარი თქვა პროფესიულ ღირსებაზე.
როცა კანონში საუბარია იმაზე, რომ გამჭირვალობისთვის მიიღება ეს დოკუმენტი, ეს არნიშნავს იმას, რომ ამ გამჭირვალობას თავისთავად არ აქვს კონკრეტული მიზნები და რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი, რაც არაერთხელ ითქვა, არის სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა და უსაფრთხოების დაცვა. ამიტომ აქაც კი აბსურდულია ეს ჩანაწერები. მე იმის კითხვა მინდა, რომ ჩვენ ვიხილეთ რაღაც იმ მოცემულობაში, რომელშიც დღეს გლობალური სამყარო იმყოფება, ეს კონფლიქტები ევროპის ტერიტორიაზე, ახლო აღმოსავლეთში, წყნარი ოკეანის სივრცეში, დაძაბულობა და ასე შემდეგ. აი ამ მოცემულობაში ჩვენ ხედავთ, რომ ყველამ რატომღაც უცებ მოიცალა ჩვენი კანონისთვის და ყოველ დღე ახალ განცხადებას ვისმენთ სხვადასხვა დონის პოლიტიკოსისგან, ლიდერებისგან, ასე ვთქვათ, ქვეყნების ლიდერებისგან და აი გვაქვს ვენეციის კომისიის ასეთი დასკვნა, როგორიც გვაქვს რაღაც ევროპული ინსტიტუციების შეფასებები, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებმა შეაფასეს ეს პროცესი და ასე შემდეგ, ხო? რას ვერ ხედავთ ამის უკან, რა არის ის, რამ გამოიწვია ასეთი კონსოლიდაცია მათი შეფასებების ერთი კანონის, ასე ვთქვათ, მიღებასთან დაკავშირებით? საქმეში ჩაერთო კიდევ ერთხელ ის სალა, რასაც ჩვენ უწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, რომელსაც აქვს ძალიან ფართო გავლენები სხვადასხვა ქვეყანაზე, ძალიან დიდ პოლიტიკურ სივრცეში და აქედან მოდის ეს მთელი. მაგალითად, მაკრონი და შოლცი გავლენის ქვეშ არიან თუ თვითონ არიან გლობალური ომის წევრის პარტია? საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ გავიმერებ, რომ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტზე ამ პოლიტიკურ სივრცეში გლობალურ ომის პარტიას აქვს პირდაპირი გავლენა. იქ ახლა პირდაპირ მიდის რაღაცა მითითებები ვიღაცაზე თუ ირიბად რეალიზდება ეს გავლენები და შემდეგ აქ დეტალებში არ მინდა შევიდე, ბევრი ინფორმაცია შეიძლება გქონდეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოო ჯამში კოორდინაცია არის ერთი ხელიდან უზრუნველყოფილი. რისთვის? ანუ რა უნდა მოხდეს? აი ნახეთ რაღაცა მეორე ფრონტი. ანუ ეს არის ერთადერთი მეორე ფრონტი, ხო? კიდევ ერთხელ გავიმეორებ. 2022 წლის დასაწყისიდან უკვე იყო სერიოზული ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ აქ გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც რა თქმა უნდა სერიოზულად დააზიანებდა, ასე ვთქვათ, რუსეთის პოზიციებს, ორ ფრონტზე ბრძოლა არ იქნებოდა მარტივი რუსეთისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი გაანადგურებდა ჩვენს ქვეყანას. მაგრამ ვიღაცებს არ ადარდებდათ საერთოდ ჩვენი ქვეყნის ბედი, ერთ-ერთი რაც აინტერესებდათ იყო რუსეთის პოზიციების შესუსტება. თქვენ გახსოვთ, როცა რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ომი, ძალიან გრძელი ფრონტის ხაზი გაშალა. და შემდეგ რესურსების სიმწირის გამო მოუწია ფრონტის ხაზის სერიოზულად შემოკლება. გაიყვანა საკუთარი ძალები კიევიდან, სუმიდან, ხარკოვიდან, ხერსონიდან, შეკვეცა დაახლოებით არ ვიცი 3-ჯერ თუ 4-ჯერ ფრონტის ხაზი. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთ პირობებში რუსეთი იძულებული რომ ყოფილიყო, საერთოდ სხვა გეოგრაფიულ სივრცეში გაეშალა მეორე ფრონტი. ეს რა თქმა უნდა სერიოზულად დაასუსტებდა რუსეთს სამხედრო კუთხით და ასევე ორმაგად დააზიანებდა რუსეთის იმიჯს. მაგრამ ამას უნდა შეწიროდა ჩვენი ქვეყნის ბედი. თან ისეთი ფორმით, რომ აღდგენაც კი შეიძლებოდა გამხდარიყო აბსოლუტურად არარეალური. ეს ხო ინტერესი, ეს ინტერესი დღესაც ძალაშია, მithumetes იმ ვითარებაში, რომელიც დღეს არის უკრაინაში ომის თვალსაზრისით. ამიტომ აქ ინტერესი საიდან მოდის, ამაზე ჩვენ ლოგიკური დასკვნები გვაქვს. არის იგივე თურქეთი, ხო, ნატოს წევრი ქვეყანა, რომელიც განიხილავს იგივე კანონს, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ბევრად უფრო მკაცრი ვიდრე საქართველოში მიღებული კანონი. ხო, ნატოს წევრი ქვეყანა ჩვენთან დაკავშირებით გააკეთა სტოლტენბერგმა განცხადება, ხო, როცა დაინიცირდა ეს კანონპროექტი. ამდენი ხანი გავიდა უკვე განიხილება ეს კანონპროექტი თურქეთში და ჯერჯერობით არ მოგვისმენია ნატოს წევრ ქვეყანასთან მიმართებით ასეთი განცხადება. წარმოიდგინეთ, რომ ამ გავლენულ თემაზე საქართველოს მიმართ არის მეტი ინტერესი ვიდრე თურქეთის მიმართ. ჩვენი ლოგიკა მარტივია, თურქეთს ვერ ჩართავ მეორე ფრონტად ამ ომში, საქართველოს ჩართვა არის შესაძლებელი. მაგრამ საქართველოს რესურსის გათვალისწინებით მე არ მინდა ესე ვთქვათ, რამე შეურაცხყოფელად შერდეს ეს ჩვენი რესურსების მიმართ, ხო, მათ შორის სამხედრო პოტენციალთან მიმართებაში, მაგრამ ნუ ყველას რეალისტები ვართ, ხო, ასე ვთქვათ, ხო? ამდენად შეუძლია საქართველოს მართლაც მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს და მართლაც ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი რესურსი დაახარჯინოს ჩვენს ტერიტორიაზე, ხო, ალბათ რაღაცა არც თუ ისე მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად შესაძლებელია ჩვენი პოტენციალის განეიტრალება, ხო, ასე? ერთია ოკუპაცია და მეორე არის მერე ოკუპირებული ტერიტორიის კონტროლი.
და როდესაც საუბარია ჩვენი ზომის ქვეყანაზე, თუნდაც ასეთი სცენარის რეალიზების შემდეგ, ანუ ოკუპაციის შემდეგ, ასეთი ჰიპოთეტური სცენარი რო განვიხილოთ, რაც მეორე ფრონტს შეიძლება მოყვეს, ვითარების კონტროლს სჭირდება რამდენიმე 10,000 გაწვრთნილი სამხედრო. არა ისეთი სამხედრო, რომლის მობილიზება ხდება უკვე გაჯვრების სხვადასხვა რეგიონიდან. 10,000 კარგად გაწვრთნილი სამხედრო თავის ტექნიკით, აღჭურვილობით, თავისი артиლერიით და ყველაფრით. რა თქმა უნდა, ეს სერიოზულად შეასუსტებდა რუსეთის პოზიციებს უკრაინის ფრონტზე. ამიტომ მაგის თქმა არ შეიძლება, რომ საქართველოს არ შეუძლია თავისი, ასე ვთქვათ, შეასრულო სცენარით და ასუსტოს რუსეთის პოზიციები პირველ ფრონტზე და ეს არის ინტერესი. რისგანაც ჩვენ ვიცავთ წარმატებით ჩვენს ქვეყანას უკვე 2 წელიწადზე მეტია, მაგრამ სამწუხაროდ არ ეშვებია. ვინ დგას ამ ინტერესის უკან? იცი დგა სხვა ინტერესების უკან იგივე ძალა გლობალური ომის პარტია. რასაც ჩვენ შეგნებათ არ ვაკონკრეტებით გამომდინარე, ხო გულისხმობ ძალიან კონკრეტულ სუბიექტებს. ეს სახელდება რაღაცა ძალიან ისეთია, რა ქვია, არაკონკრეტული, არაფერს არ იძლევა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვაკონკრეტებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ რაც შეგვიძლია გავიმეოროთ არის ის, რომ ამ ძალებს აქვთ საკვანძო, ასე ვთქვათ, გავლენა როგორც ევროკავშირზე, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. და პირდაპირ შეიძლება ითქვას ერთი რამ, რომ ამერიკასაც და ევროკავშირსაც სჭირდება დეოლიგარქიზაცია. ეს შეიძლება ძალიან ცალსახად ითქვას. არის სამწუხარო პროცესები და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები საამალოდ რაღაცა სასიკეთოდ შეიცვლება. ერთი მომენტია აქ ძალიან საინტერესო ამ თვალსაზრისით, ჩვენ პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ამ ხნის განმავლობაში ვისაც პარტნიორებს ვეძახდით და დღემდე ვეძახით, ახლა რაღაც გარკვეული თვალსაზრისით გლობალური ომის პარტიას ვეძახით. არა, პარტნიორებს ჩვენ არ ვეძახით გლობალური ომის პარტიას, თუმცა ვაცხადებთ, რომ ამ პოლიტიკურ სივრცეზე რეალურად გამოდის, რომ გლობალური ომის პარტია მართავს იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელშიც ჩვენი პარტნიორები მოიაზრებენ. პრინციპული გავლენა აქვს, თუმცა ჩვენ შეგვიძლია დავიტოვოთ იმედი, რომ საამავლოდ ვითარება შეიცვლება. ჩვენ ცალსახად, რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ უწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, გლობალურ ომის პარტიას, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია, ანუ ამ გავლენებისგან გადასვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ხომ, ასე ვთქვათ, თვისებრივად განსხვავებული პოზიციები გვექნებოდა. ჩვენ გვაქვს ძალიან კაფიოდ გამოხატული პოზიცია. ჩვენ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, ჩვენ გვინდა მჭიდრო თანამშრომლობა, უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცა იქიდან მხრიდან ვხედავთ სამწუხაროდ საპირისპირო პროცესებს, სწორედ იმ გავლენების გამო, რომელიც არსებობს როგორც ერთ ასევე მეორე სუბიექტს. თუმცა მაგით ასე ვთქვათ, ხო, ეგრეთ წოდებულ გლობალური ომის პარტიას გავლენა აქვს იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მიიღება ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით. ასეა? დიახ, რა თქმა უნდა. და ეხლა მოდით ასე შევხედოთ ამას ყველაფერს. ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში, გვაქვს ის, ესე ვთქვათ, თქვენი შეფასებით ცხადია და თქვენი დარწმუნებულობა მნიშვნელოვანი იქნება, ხო? გვაქვს ის ძალა, რომ ასე ვთქვათ, ან რა ძალა გვაქვს იმისთვის, რომ იმ შესაძლო, ასე ვთქვათ, ეფექტებს გაუძლოთ, რა, ეფექტები შეიძლება ამას ყველაფერს მოყვეს, ხო? ეხლა არსებობდა სპეკულაციები გარკვეული თვალსაზრისით აი ამ ორი ბანკის თემასთან დაკავშირებით, როცა მათი აქციების ფასი უცებ დავარდა და ასე შემდეგ, მე არ ვიცი, რასთან იყო ეს რეალურად დაკავშირებული იმ განცხადებების მიღმა, რომელიც გაკეთდა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ ფინანსურ სისტემასთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენებს შეიძლება ფლობდნენ იმ ეგრეთ წოდებულ გლობალურ ომის პარტიასთან და მათ შეუძლიათ საკმაოდ სერიოზული ზიანის მოყენება, ხო? ასე ვთქვათ. ამდენად ვაქვს ჩვენ ის რესურსი, რომ აი ამ დაპირისპირებაში, რომელშიც ეხლა ვართ შესული, იმიტომ რომ დაპირისპირება რეალურად მართველი პარტია იღებს ამ გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილებას ახლავს თან საკმაოდ ესეთი მკაფიო წინააღმდეგობა, არა შიდა პოლიტიკური სივრციდან, ამით გარედან, ხო? აქ მაქვს მარტივი პასუხი, გლობალურ ომის პარტიასთან ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ძალიან მტკიცებული ბრძოლა. გვაქვს ამის ძალა, რომ ჩვენ ამას დავუპირისპირდით. აი, ბოლომდე ვიტყვი, ნახეთ, ალტერნატივა არ აქვს უბრალოდ ამ ბრძოლას. ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, მათ შორის პერსონალური კუთხითაც.
ჩემთვის პირადად მაგალითად საერთოდ არ არის სასიამოვნო ამ ბრძოლაში ყოფნა. სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული ეს ბრძოლა პირდაპირ შეიძლება ითქვას, მათ შორის პერსონალურ რისკებთან და კონკრეტული მაგალითები მათ შორის არ მინდა ახლა მოვიტანო ამასთან დაკავშირებით არ არის სასიამოვნო არც პერსონალურად არც ზოგადად, მაგრამ ალტერნატივა არ აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო. ალტერნატივა არის დანებება და დანებების ერთადერთი გაგრძელება ეს არის ამ ქვეყნის უკრაინიზაცია. თუ დავნებჩვენ შეგვიძლია წავიდეთ სახში. მარტივად გულისხმობ ჩვენს პოლიტიკურ ძალას, მაგრამ შედეგი იქნება რა? ერთადერთი ალტერნატივა ვინც მოვა ხელისუფლებაში, ეს არის იგივე პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ქვეყანას მართავდა 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, ეს არის ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა და გარანტირებული შედეგი ამ პოლიტიკური ძალის საქმიანობის თან უახლოს მომავალში იქნება ამ ქვეყნის უკრაინიზაცია. მარტივად ისინი გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ და ძალიან მოკლე ვადებში ისინი მიაღწევენ ამ ქვეყნის უკრაინიზაციას. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ორი თეორიული ალტერნატივა. ან ვაგრძელებთ ამ ძალიან რთულ და მტკივნეულ ბრძოლას გლობალურ ომის პარტიასთან, ან მარტივად შეგვიძლია მივუშვათ პროცესი, დავუბრუნოთ ხელისუფლებაში ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მართავდა საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს, რა თქმა უნდა, გარეჩარებით აქაც 2012 წლამდე და აქ გარდაუვალი შედეგი უმოკლეს ვადებში არის ამ ქვეყნის უკრაინიზაცია, ანუ საქართველოს მიერ უკრაინის ბედის გაზიარება. რადგან გვაქვს საუბარი ორ ალტერნატიულ ვერსიაზე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ამ ბრძოლას, ძალიან მტკივნეულ და რთულ ბრძოლას, უბრალოდ ალტერნატივა არ აქვს. არაკომფორტულია ეს ბრძოლა, მაგრამ უბრალოდ არის ალტერნატივა. კი ბატონო, ერთი საკითხია კიდე, ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის ინფორმაციასთან ერთად, თითქოს აქტის, ასე ვთქვათ, ავტორებისგან გაჩნდა ასეთი, ყოველ შემთხვევაში მედია ამაზე საუბრობს, რომ გაჩნდა ასეთი მინიშნება, რომ ამერიკელებს აქვთ რაღაც გარკვეული ინფორმაცია, ვთქვათ, მართველი გუნდის შესახებ და ამ ინფორმაციის გამჟღავნება გამოიწვევს, ასე ვთქვათ, კატასტროფულ შედეგს მართველი გუნდის იმიჯთან დაკავშირებით. ისევ საუბარია, ვთქვათ, ამ რუსეთთან კავშირებზე და ასე შემდეგ რაღაც გარკვეულ ადამიანებზე, რომელიც შეიძლება იყვნენ რუსეთის აგენტები მართველი გუნდის შიგნით. რა ინფორმაცია შეიძლება გახდეს გასაჯაროებული მათი მხრიდან? ასეთი ინფორმაცია ბუნებაში ვერ იარსებებს, რომ ჩვენ მოქმედებთ აბსოლუტურად სუფთად ეროვნული ინტერესების დასაცავად და ერთადერთი რაც გვამოძრავებს, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ეს ერთი. და მეორე რაც შეეხება ინფორმაციას გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით, როდის როგორ იყო ჩართული გლობალური ომის პარტია საქართველოში მძიმე პროცესების განვითარებაში, აი ამაზე ნამდვილად გვაქვს ინფორმაცია და ამ ინფორმაციის გასაჯაროების ნამდვილად უნდა ეშინოდეს გლობალურ ომის პარტიას. რა ხდებოდა სხვადასხვა პერიოდში ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის თუნდაც 14 წლიანი ინტერვალით. ამიტომ ვერავის ვერ დააშანტაჟებენ, იმიტომ რომ ვერავითარი ინფორმაცია ვერ იარსებებს. ერთადერთი რაზეც შეიძლება არსებობდეს ინფორმაცია, ეს არის ჩვენი გუნდის მიერ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. და რაც შეეხება იმ ძალებს, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ამ ქვეყანაში გლობალურ ომის პარტიას, ისინი პირდაპირ და უხეშად უპირისპირდებოდნენ ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რამაც მათ შორის გამოიწვია საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა შეგახსენებთ 2008 წელს. ერთი ბოლო კითხვა, იმიტომ რომ უნდა დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. თქვენ ბევრი საუბრეთ გლობალური ომის პარტიაზე, მის გავლენებზე ჩვენ პარტნიორ ქვეყნებში და პოლიტიკურ პროცესებზე. ამ თემაზე ისაუბრა ასევე ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ესე ვთქვათ 29 აპრილის მიტინგზე, დემონსტრაციაზე, მაგრამ მაინც დაგვპირდა ბოლოს, რომ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის. თუ ეს ყველაფერი, თუ ის სივრცე ასე ვთქვათ ცუდია და მათი გავლენები ესეთი დამაზიანებელია ჩვენთვის, იქ რატო გვპირდებით იქ გაერთიანებას? მე კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედს, ეს არის ჩვენი გუნდის ოპტიმიზმი, რომ პირველ რიგში ევროკავშირი მოახერხებს დეოლიგარიზაციას ამ წლების განმავლობაში. შესაძლებელია ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შეუძლია ამის მიღწევა, ან დეოლიგარიზაციის მიღწევა და შეიძლება საკუთარი ეროვნული ინტერესების უფრო მტკიცედ დაცვა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისე ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს და მთლიანად ევროკავშირს. ხო, დღეს ამ კუთხით არის სერიოზული პრობლემები.
ანუ სუვერენიტეტი, ქვეყნების სუვერენიტეტი არის სერიოზული ზეწოლის ქვეშ, სერიოზული პრობლემების ქვეშ და ჩვენ გვაქვს ამის იმედი და ვფიქრობ ოპტიმიზმის სერიოზული საფუძველი, რომ მოახლოეს წლებში ევროკავშირი მოახერხებს გათავისუფლებას ამავე გავლენებისგან და მოხერხდება ევროკავშირის დეოლიგარქიზაციაც და ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაციაც. სამწუხაროდ უნდა დავასრულოთ ჩვენი საუბარი დღეს. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი და ჩვენი მასპინძელი ამავდროულად და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ თქვენს და ჩვენს მაყურებელს და გემშვიდობებით შევხვდებით ერთმანეთს უკვე მომავალ ოთხშაბათს კარგად ბრძანდებოდით.